გამარჯობა, ეს არის მეცნიერება ყველასათვის, სამეცნიერო პოდკასტი და დღეს გავესაუბრებით ლევან მილაძე, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ზოოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. ძალიან სასიამოვნოა. პირველ რიგში ზოოლოგიის ინსტიტუტი რა სწავლობს? ზოოლოგიის ინსტიტუტი სწავლობს ცხოველთა სამყაროს. ჩვენი ამოცანა არის ცხოველთა სამყაროს შესწავლა, როგორც სახეობების მრავალფეროვნების კუთხით, ასევე სახეობებს შორის ურთიერთობა, გარემოს კონსერვაცია და ყველაფერი რაც უკავშირდება გარემოს, ცხოველების მიმართულებით. აი, სცენარები ჩვენ არ გვეხება, ამას ბოტანიკის ინსტიტუტი სწავლობს. და ერთ შეკითხვა დამებადოს თქვათ, აი, გამოუცელი ადამიანი ვარ და რავი, ზოოლოგიაში რაღაცა შესწავლე, ანუ ცხოველები 1000 წლები არსებობს, 1000 წელი ვსწავლობთ და ეხლა რაღაცა შესწავლე. ნუ 1000 არა. დაახლოებით 250 წელი შეიძლება დავარქვათ, რომ ვსწავლობთ. ნუ მანამდეც რა თქმა უნდა რაღაც ცოდნა გროვდებოდა, მაგრამ ეს ცოდნა პრაქტიკულად გადამუშავდა იმდენად, რომ სრულად შეიცვალა ჩვენი წარმოდგენა ცხოველთა სამყაროზე. რეალურად ბევრი დარჩა შესაძლებელი, იმიტომ რომ მაგალითად დღეისთვის ჩვენ გვაქვს დაახლოებით 2 მილიონამდე ცხოველის სახეობა, რაც ვიცით, დედამიწაზე რო ცხოვრობს, თუმცა შეფასებებით სადღაც 10 მილიონამდე ცხოვრობს. 10 მილიონამდე. ბევრად მეტი, ჯერ კიდე სანახავი არის, ყველაზე მარტივი, თქვათ, ახსნა რომ მოვძებნოთ ჩვენი საქმიანობას. და აი ყველაზე ესეთი საინტერესო კვლევები რაც ტარდება თქვენ ინსტიტუტში, აი რა არის, რითიც თქვათ ამაყობთ. ან ჩვენ ყველამ რითიც შეიძლება ვიამაყობთ, მოდი ესე თქვა. იცით როგორ არის, ესე იგი, ბევრი მიმართულებით მუშაობთ. ბევრია, ნუ ჩემთვის პირადად საამაყო ან ჩვენი თანამშრომლებისთვის, რამდენიმე მიმართულება შეგვიძლია დავყოთ. ერთ-ერთი ეს არის უშუალოდ ფუნდამენტური კვლევა, როცა ჩვენ ცხოველების ჯერ კიდევ უცნობ სახეობებს სწავლობთ და ვნახულობთ გარემოში, იმისთვის რომ ეს სახეობები გახდეს საზოგადოების ცნობილი, ამას ჭირდება სპეციფიური მეთოდოლოგიით, სამეცნიერო მიმართულებით აღწერა, დაფიქსირება, გამოქვეყნება და ასე შემდეგ. ნუ ამას აკეთებენ ჩვენი მკვლევარები, ხო? ეს ერთი მიმართულება. მეორე მიმართულება არის ისტორიის შესწავლა. ისტორიაში გულისხმობ ევოლუციურ ისტორიას, როგორ მოხდა დაუშვათ კავკასიის და საქართველოს და კავკასიის ფაუნის განვითარება ისტორიულ გეოლოგიურ ჭრილში, როგორი ევოლუციური კავშირებია სახეობებს შორის. ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად კავკასიის რეგიონი არის ენდემები ძალიან მდიდარი, ხო? ანუ უნიკალური ფაუნა ახასიათებს, უნიკალური. ენდემური ეს ადგილზე რო არის მარტო და ადგილობრივი ცხოველები, სხვაგან რო არ ხვდებიან, ხო? აი მაგალითად რა არის? აი ესეთია ძალიან ბევრი, აი არ ვიცი, რომელი ერთ დავას, მაგალითად აი ესეთი ყველასთვის ცხადი რო იყოს, თქვა როჭო, ხო? ეგ რა არის, არც ვიცი. როჭო არის ფრინველი, რომელიც ცხოვრობს მაღალ მთაში. ჩვენ კავკასიაში როგორც მცირე ესე დიდი კავკასიონზე დეკიანებში არის გავრცელებული. არის დიდი ზომის ფრინველი, ძალიან ვიზუალურად ეფექტური, ლამაზი თავისი სიმღერით და ხმიანობით ესე იგი. ფოტოს დავდებთ აუცილებლად. კი, მაგალითის სახით ვამბობ ესეთი ქარიზმატული სახეობა, თორე ბევრ ჯგუფებში მაგალითად თუ ავიღებთ მოლუსკებს, ხო? ნიჟარიანი ცხოველები როარიან. კავკასიაში სადღაც 300-მდე, 350-მდე სახეობა ცხოვრობს. და აქედან 75-80% დაახლოებით ენდემური არის. ანუ კავკასიის გარდა არსად არ ბინადრობს, ხო? ესეთი რამ არის თითქმის ყველა ჯგუფში. ცხოველების ყველა ჯგუფში. და ეგეთ ის რატომ მოხდა? ანუ მიახლოებით ვიცით, აი რა იყო მიზეზი, რომ აი ესეთი რაღაცა მოხდა, რომ აი ალბათ ეს აქ არ განვითარდა, ხო, ალბათ ყველგან იყო და მე მარტო აქ დარჩა თუ როგორ ხდება? ანუ როგორი წარმოდგენა გაქვს ახლა? თუ პირიქით აქ განვითარდა და აქ დარჩა და სხვაგან ვერ გავცოლდა. ეგ ორივე სცენარი რეალობაში არსებობს, კი. ანუ ჩვენ გვაქვს მთელი ეს ისტორია მილიონობით წლის განმავლობაში, როდესაც არსებობდნენ რაღაც სახეობები ცხოველებისა, რომელიც ფართოდ იყვნენ გავრცელებული და მერე შემორჩენ კავკასიაში, როგორც თქვათ რეფუგიუმში და ვიცით რომ გამყინვარების პერიოდში კავკასია იყო რაღაც ცენტრი. რეფუგიუმი რას ნიშნავს არ ვიცი. ადგილი, სადაც რთულ პირობებში გადარჩენ ცხოველები. გამყინვარების პერიოდში სადღაც გასული 100,000 წლიდან 20,000 წლამდე პერიოდში იყო გამყინვარების პიკები რა მთელს მსოფლიოში და ამ დროს კავკასიის რეგიონში დასავლეთ საქართველოში ძირითადად ჩვენ მქონდა რაღაც ჰოტსპოტი, სადაც ბევრ სითბოს მოყვარულ და უშუალოდ სახეობას შეეძლო გადარჩენა და არსებობა. რის გამო ეს კავკასიონის ქედის გამო? მაგალითად, ხო, ანუ არის ესე იგი ჩრდილო კავკასიაში რო ვერ გადარჩა და სამხრეთში გადარჩა ეგეთი. კი, ძალიან უმრავლესობა ეგეთი არის რა. ეს ერთი სცენარია, თუმცა არის მეორე სცენარი, როდესაც მაგალითად ადგილზე, კავკასიის რეგიონში მოხდა სახეობების განვითარება, წარმოშობა, ასე ვთქვათ. ანუ თუ აი ძალიან მარტივი მაგალითი რო ვთქვათ, რაღაც პერიოდის უკან, ვთქვათ 20 მილიონი წლის უკან კავკასიის დიდი კავკასიონი არ არსებობდა, იყო
პარათეტისის ოკეანეში ჩაძირული რაღაც ფსკერი, შემდგომ მოხდა ოროგენეზის პროცესი და ამოიზარდა მთათა სისტემები და აქ დაიწყეს ცხოველებმა შესახლება და ამ შესახლების პროცესში მილიონობით წლის განმავლობაში მოხდა ევოლუციური დაყოფა სახეობებს შორის და განვითარდნენ ახალი სახეობები, რომლებიც კავკასიის გარდა, თქვათ, არც და არ ცხოვრობენ. არიან რაღაც სხვა გვარები, თქვათ, ცხოველებისა, რომელთა წარმომადგენლები დიდ კავკასიონზე არის მაგალითად 10-15 სახეობა და კავკასიონის იქით არსად არ მიდიან, ვერ მიდიან. რაღაც ჯერ კიდევ შესაძლებელია არ დამდგარა ის დრო, როდესაც მათ შეეძლებათ განსახლება. ანუ ეკოლოგია არ უწყობთ ხელს მაგაში თუ რატო? ეკოლოგია, გადაადგილების უნარი, მაგალითად არიან ნიადაგში მცხოვრები, აი ძალიან როგორ? ჭიებივით? ჭიებივით, ხო, ან მოლუსკები, ან თქვათ მწერები, ან ცხოველები, რომლებიც მწერები, თქვათ მფრინავი მწერები გასაგებია, მათ შეუძლია დიდ მანძილზე გაფრენ, ან ფრინველები, ხო? ასევე ხერხემლიანები, რომლებსაც შეუძლიათ სირბილი და დიდი მანძილების დაფარო, მაგრამ ცხოველთა დიდი უმრავლესობას ამის უნარი არ აქვს. და ნელა და დრო გჭირდება იმის. ხო, ზოგიერთი მათგანი საერთოდ ნიადაგში ცხოვრობს და მათი სიცოცხლის ხანს განმავლობაში შესაძლოა სულ რაღაც 1 მეტრის მანძილზეც ვერ გადაადგილდნენ, ხო? ასე ცხოველების დისპერსია დამოკიდებულია დიდ დროზე და ბოლო პერიოდში სხვათა შორის რაც ადამიანი აქტიურად ჩაერთო ბუნების მოდიფიკაციის პროცესში, ადამიანი იწვევს ძალიან ბევრი სახეობის გავრცელებას ხელოვნურად, იმიტომ რომ გადააქვს უამრავი რამ ერთი ადგილიდან მეორეზე, რასაც მოყვება ხოლმე შემთხვევითად ან გამიზნულად ცხოველების გადატანა, მე ისინი იქ სახლდებიან და ჩვენ ამიტომ გვაქვს დღეს უცხო სახეობები, ინვაზიური სახეობები, რომლებიც რატომ მოხდნენ აქ ჯერ კიდე არ ვიცით და შეიძლება ეს იყოს სრულად ადამიანის მიერ შემოყვანილი სახეობა. ან გამიზნულად ან შემთხვევით, ხო? ან შემთხვევით. ხო, ძალიან საინტერესო საკითხებია ეს. ანუ ესე იგი მიკრობიოლოგიის სწავლებსაც სწავლობთ თუ არა? მიკრობიოლოგია არა, ეს სპეციფიკური. ანუ იცით რა, აი მაგალითად ბაქტერიები და რაღაცები რა ცხოვრობენ, ეს თქვენ აგეხებათ. ეს ჩვენ ეს ზოოლოგიისაგანია. ანუ 1000 ესე იგი ბაქტერიების გამოკლებით იმუნოცოცხალი ორგანიზმი, რომელიც შეიძლება ცხოველად კლასიფიცირდეს. ცხოველები, აქ საუბარია ცხოველების ტიპზე. რასაც შეიძლება მაგასაც წაკითხავთ, თქვათ, აი თქვენი აი ამ კვლევის შესახებ თუ აინტერესებს ადამიანს. კონკრეტულად ჩვენი კვლევების შესახებ თუ ცხოველების შესახებ? თქვენი კვლევების ინსტიტუტის და საერთოდ ზოგადად ცხოველებზეც, ანუ აი საქართველოს ცხოველებზე თუ მინდა წავიკითხო. ჩვენი კვლევების შესახებ შეიძლება ლიტერატურის მოძიება, რა თქმა უნდა, ინტერნეტში. მაგალითად, ზოოლოგიის ინსტიტუტს აქვს თავისი ვებგვერდი, ილიას უნივერსიტეტის ვებგვერდის ფარგლებში. ამას გარდა თითოეულ მკვლევარს აქვს თავისი ბლოგი ნაკლებად, უფრო პროფილები საერთაშორისო საიტებზე, როგორც არის თქვათ, აი ეს ResearchGate-ი, ჩვენ ვიცით ხო, Google Scholar-ი. ანუ ჩვენი სამუშაოს ძირითადი ლოგიკა არის შემდეგში, რაღაცას ვიკვლევთ, ვიღებთ შედეგებს და მე ამას საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში ვაქვეყნებთ, ხო? შესაბამისად შეიძლება თქვათ ამ სტატიების მოძებნა ინტერნეტში თავისუფლად, ხო? ამას გარდა ჩვენ გვაქვს ჩვენი საკუთარი სამეცნიერო ჟურნალი, რომელიც 2022 წლიდან არსებობს, კავკასიანა, რომელიც გამოიცემა პენსოდის საერთაშორისო გამოცემაში და ეს ჟურნალი პრინციპში არის ესე იგი კონცენტრირებული მხოლოდ კავკასიაში მიმდინარე ბიომრავალფეროვნების კვლევებზე. ეს ინგლისურია თუ? ინგლისურენოვანი არის. ქართული გამოდის ხოლმე რაღაც გავსი ან თარგმნილი ვარიანტი გვაქვს? არა, არ გამოდის. არ გამოდის. მაგრამ ეს გამოდის საერთაშორისო კვლევის დონის ჟურნალი არის, ხო? ანუ ისეთი არ არის, რომ ლოკალურად გვაინტერესებს. არა, ეს საერთაშორისო საინფორმაციო ჟურნალი არა, ანუ ესეთი სამეცნიერო ჟურნალი, სადაც ბიომრავალფეროვნების შესახებ იბეჭდება და რეგიონი არის მისი ფოკუსი, კავკასიაში არსებული ცხოველთა მცენარეთა სამყაროს შესახებ კვლევებს, რასაც ვატარებთ, ხშირად მანდ ბეჭდავთ. ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ მანდ ბეჭდავთ. ეს ნიშნავს, რომ ნაწილს მანდ ბეჭდავთ, ნაწილს სხვაგან ბეჭდავთ. არიან უცხოელი მკვლევარები, რომლებიც ასევე ჩვენთან ბეჭდავენ კავკასიაში. და ასე შემდეგ. ანუ საერთაშორისო სტანდარტული საერთაშორისო. რამდენი წელია ეს ასეულს? 2022 წელს დავაარსეთ. 2 წელია ჯერჯერობით ეს უკვე. არა, 2 არა, 22, 23, 25, 4 წელია. 4 წელი. 22. ხო, მივხვდები. 22-23, ხო, 4 წელი. ხო, ესე იგი, ზოოლოგიის ინსტიტუტი ძველი ინსტიტუტია, 1940 წელს დაახლოებით დაფუძნდა მეცნიერებათა აკადემიის, მაშინდელი მეცნიერებათა აკადემიის ფარგლებში. და კომუნისტების დროს იყო ესე ტენდენცია, რომ ყველა დაწესებულება თავის სამეცნიერო რაღაც პერიოდიკას გამოსცემდა ხოლმე და ზოოლოგიის ინსტიტუტს ჰქონდა ესეთი ზოოლოგიის ინსტიტუტის კრებული. რომელსაც რეგულარულად უშვებდა კომუნისტების დროს. მერე როდესაც აირია სიტუაცია 90-იან წლებში
1990 წლიდან 2000 ესე იგი 22 წლამდე სულ 7 ნომერი გამოიცა. იმიტომ რომ ფინანსურად უჭირდა ინსტიტუტს, კვლევები იმდენად არ ტარდებოდა და შედარებით დაბალი ხარისხის ნაშრომები ბიჭდებოდა ხოლმე. მათ შორის იყო ქართულ ენაზე შესრულებული, ან რუსულ ენაზე შესრულებული ნაშრომები და ასე შემდეგ. მაგრამ ეს პერიოდიკალი პრაქტიკულად მოკვდა. კვდებოდა, აი გარდაცვალების პროცესში იყო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და ჩვენ გადავწყვიტეთ მე რომ გაგვიახლებია ეს სისტემა და საერთაშორისო სტანდარტებზე გადავსულიყავით და შევქმნით ესეთი ჟურნალი ილიას უნივერსიტეტის და პენსოფტის საერთაშორისო გამოცემების ესე იგი ერთობლივი მონდომებით. ექსადაური გამოცემა. სოფიაში ბულგარეთში არის დაფუძნებული და არის ერთ-ერთი წამყვანი ბიომრავალფეროვნების დარგში. მთელ მსოფლიოს მასშტაბით. და საბოლოო ჯამში ამ ეტაპზე რაც ქონდა ჩაფიქრებული იმ შედეგზე მივედით. ეხლა მიდის ინდექსირება სკოპუსსა და კლარივეიჩში საერთაშორისო ბაზებში, რაღაც ეტაპები უკვე გავიარეთ და იმედია მომავალი წლისთვის იქნებით უკვე სკოპუსშიც. აღიარებული. სკოპუსში ეს დიდი მონაცემთა ბაზა არის სამეცნიერო, ვინც არის ის რომ რამდენი კაცი მუშაობს თქვენთან? ზოოლოგიის ინსტიტუტში. ამ ეტაპზე გვყავს 46 თანამშრომელი. და ლაბორატორიებში და იქ მიკროსკოპებს და რაღაცებს ხედავ ახლა ცხოველებს აკვირდებით ამ მიკროსკოპით, ანუ აი ისთვის არის. კი, მიკროსკოპში ესე იგი როგორც წესი მცირე ზომის ცხოველებს ვიკვლევთ, რომელთა თვალით დანახვა შეუძლებელი არის, ანუ რაღაც ამება შედის მაგაში თუ ამება ბიობაქტერიებში შედის. ეგენი არიან ესენი რა ქვია, ერთუჯედიან ორგანიზმებს ჩვენ არ ვიკვლევთ. ჩვენ მრავალუჯედიან ცხოველებზე ვართ. აქ შედის მწერები ძალიან ტიპურად, აი სხვა ტიპის ჭიები, ხო? მრავალფეხები მაგალითად კი ბატონო. მაგრამ ბევრი მათგანი უმრავლესობა იმდენად მცირე ზომის არის, რომ თვალით მათი გარჩევა საკმაოდ რთულია და ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ნიშნების დანახვა, რომ სახეობები ამოვიცნოთ, ან საერთოდ აღწეროთ. ასეთ შემთხვევაში გვჭირდება მაღალი გადიდება, ვიყენებთ ჩვეულებრივ მიკროსკოპებს და ხშირად ჩვენ გვჭირდება ელექტრონული მიკროსკოპიც, იმიტომ რომ იმდენად მცირე არის ეს სკულპტურები, რომ ელექტრონულ მიკროსკოპსაც ვიყენებთ ხოლმე რა. ან მთელი გრადაცია მიკროსკოპის შესაძლებლობებისა გვჭირდება. პროვოკაციული შეკითხვები დაგისვათ. რამდენი ახალი სახეობა გაქვთ აღმოჩენილი ამ ინსტიტუტში? ბევრი. ზუსტი ციფრი არ მახსოვს, მაგრამ ჩვენ გვაქვს, აი თუ ავიღებთ დაუშვათ მას მერე რაც ინსტიტუტი შეუერთდა ილიას უნივერსიტეტს და რაღაც ჩვენი ესე იგი ეს 2006 მიახლოებით? ეს არის 2009. 9, ოკეი. ცოტა მოგვიანებით მოხდა. მის მერე ჩვენი ინსტიტუტის თანამშრომლების მიერ აღწერილი არის დაახლოებით თუ არ შევწდები, სადღაც 120-130 მეცნიერების ახალი სახეობა. სახეობა, რომელიც მანამდე საერთოდ არ იყო ცნობილი. საკმაოდ დიდი რიცხვია. და ის აღმოჩნდა რომ თან მარტო საქართველოს ეკუთვნის ზოგი თუ არა? უმრავლესობა კი, მაგრამ ზოგიერთი არის ზოგიერთი ისეთია სხვაგანაც არის, მაგრამ აღმოჩენთ თქვენ. კი, ჩვენი მკვლევარები ასევე აღწერენ სახეობებს სხვა ქვეყნებიდან, მაგალითად ირანიდან. გასაგებია. როდესაც სპეციალისტი კოლაბორაცია. ოკეი. ანუ არის ადამიანი, რომელიც კონკრეტული სპეციალობით არის პროფესიონალი და იმ დარგის სპეციალისტი ყველგან არ არის. შესაბამისად, მას აქვს ცდომა იმ ქვეყნების მასალებზე და შესაბამისად ის მუშაობს და აღწერს იქაურ სახეობებსაც. სოციალური პრაქტიკა. ესეთი შეკითხვაც დაგისვათ ბარემ, რომ თუ მნიშვნელოვანი კვლევა არის და თუ მართლა საინტერესო კვლევებია, მაშინ ცხოველებიც უნდა დებდნენ ფულს, ხო, ეგეთ კვლევებში და ჩვენ გვაქვს ეგეთი პროექტები აი ზოოლოგიის ინსტიტუტში, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება? კი, ბევრი პროექტი გვაქვს ესეთი, ანუ ჩვენ მუდმივ კოლაბორაციაში ვართ უცხოელებთან. ჩვენ გვაქვს დაფინანსების, ასე ვთქვათ, კვლევას სჭირდება ფული, თუ არ არის ფინანსები, კვლევაც ვერ ჩატარდება. ამ დაფინანსებისთვის გვაქვს 3 წყარო, ეს არის სახელმწიფო დაფინანსება, ბიუჯეტიდან ვიღებთ რაღაც წილს, ჩვენ ყოფილი აკადემიის შემადგენლობაში ყოფილი ინსტიტუტი ვართ, ამიტომ არა უნივერსიტეტის ფული, არამედ ინსტიტუტის რაც მოდის. პირდაპირ სახელმწიფოსგან ვიღებთ რაღაც ნაწილს საბაზო დაფინანსებას, ასევე გვაქვს რუსთაველის ეროვნული ფონდიდან საგრანტო დაფინანსება. ხო, ეს უნდა მოიგო, შეავსო განცხადი, მოიგო და კომისია აფასებს და თუ კარგი კვლევა არის, იგიფინანსებს. მასე ხო? და ასეთივე ტიპის პროექტები და ალბათ უფრო დიდი ნაწილი გვაქვს ასევე საერთაშორისო ფონდებიდან, საზღვარგარეთიდან. საკლევი ფონდები. საკლევი ფონდები, სულთა მეცნიერული კვლევითი პროექტები. ანუ დიდი კოლაბორაციები გვაქვს, ვართ ჩართულები საერთაშორისო პროექტებში. ჩვენთან მაგალითად რა დავასახელოთ რამოდენიმე კოლაბორაცია ეგეთი შეგვიძლია? ბევრი, აი მაგალითად არის ესეთი კოსტის კოლაბორაცია,
სადაც საერთაშორისო ჯგუფები იკრიბება ამა თუ იმ მიმართულებით და ისინი ფინანსდებიან საერთაშორისო ფონდებიდან და მე რაღაც კვლევას გიგმავენ ან ახორციელებენ. არის საერთაშორისო სხვა საერთაშორისო ფონდები, მაგალითად აი ხალხანს დამთავრდა ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომლის პროექტი National Geographic-ისგან, რომელიც მღვიმეების კვლევას ეხებოდა. და რა ვიცი, ძალიან ბევრი შემიძლია ესეთი ჩამოთვალო. ბევრი ასეთი. კარგი, გასაგებია. ახალგაზრდებით მუშაობენ ჩვენთან. კი, ბევრი. ამ 46 თანამშრომლიდან ვინც აქტიური მკვლევარი არის, დაახლოებით 70% ახალგაზრდა არის და ესენი არიან ბაკალავრები, მაგისტრები და დოქტორანტები. ბაკალავრიატშიც მოდიან სამუშაოდ თქვენ? კი, აუცილებლად, რა. ჩვენ გვყავს თანამშრომლები ბაკალავრიატში რო არიან უკვე. რამდენიმე ესეთი ყოჩაღი არის, რომ ტოლს არ უდებენ დოქტორანტებს კვლევების წარმოებას. და რა შეიძლება ანდო ეგეთ თანამშრომლებს ვთქვათ, ცოდნის დონე ხო პატარა აქვს ჯერ, ანუ აი რა ტიპის სამუშაოზე არის? თუ არა, იმიტომ რომ არიან ზოგიერთები, რომელთაც აქვთ აი რაღაც განსაკუთრებული ტემპი აქვთ ინფორმაციის ათვისების. თან იცით რომ ეხლა არ არის პრობლემა თუ სურვილი და დროს დაუთმოს ადამიანი ინფორმაციის მიღებას, ხო? და კონკრეტული სპეციალობის მიხედვით იმდენად ღრმად არიან ხოლმე გარკვეულები რაღაცეებში, რომ ყველაფერი შეიძლება ანდო რა. აი მაგალითად აი მაგალითი რომ მოგვიყვანოთ კონკრეტული აი რამე გვარის დასახედებით კი არა, ხო, აი ვთქვათ კონკრეტულად რა დარგში, აი რა ტიპის დარგში გაერკვა ვთქვათ ადამიანი ბაკალავრიატში. აი ჩვენ გვყავს მაგალითად ერთი ბაკალავრიატის სტუდენტი, გვყავს რომელიც ეხლა უკვე მაგისტრატურის საფეხურზეა, თუმცა როცა მან დაიწყო ჩვენთან მუშაობა, ის უკვე გამოცდილი იყო ბიომრავალფერმის მონიტორინგის პროექტში, რომელსაც ახორციელებდა USAID-ის ხარდაჭერით იყო სხვათა შორის და მას იმდენი გამოცდილება ჰქონდა, რომ ჩვენთან მოვიდა პირდაპირ დაიწყო ერთ-ერთ კონკრეტულ ჯგუფზე მუშაობა ტაქსონომიური მიმართულებით და ის ახდენდა ლიტერატურის ორგანიზებას, სახეობების რკვევას, რაც პროფესიონალური ექსპერტის საქმიანობა არის. ტაქსონომია რა სწავლობს შევეხსენე? ტაქსონომია არის დარგი, რომელიც სახეობების აღწერას, სახელის დარქმევას, დიაგნოზირებას და ასე შემდეგ მოიცავს. ბიოლოგიური სისტემატიკის მიმართულება ერთ-ერთი. კარგი. და იმდენად აქტიურად ჩაერთო, რომ თანამშრომლად ავიყვანეთ და აგზელოს მუშაობას, ახლა მაგისტრის სამაგისტრო სტუდენტი არის და მალე PhD სტუდენტს გახდება თუ რა თქმა უნდა ვიარსებებთ. ძალიან კარგი. ახლა ამ რა თქმა უნდა ვიარსებებთ თქვით, რატომ არის ეგეთი პესიმიზმი? იცით როგორ არის, ესე იგი აი ვიცით რომ ეს რაღაც ახალი დაანონსებული რეფორმა განიხილება, რომლის ფარგლებშიც გაურკვეველია ჩვენი ბედი, ამას გულისხმობ, რომ მეცნიერება, რასაც აქამდე ვაკეთებდით, ეს იყო ესე იგი ბოლო პერიოდში შექმნილი რაღაც ახალი ინფრასტრუქტურა, ახალი მიმართულება, რაღაცა ნიშის დაკავება, რომელიც დიდი წვალების მერე საბჭოთა კავშირის დანგრევიდან როგორღაცნაირად მოვიპოვეთ რა. და ეს ყველაფერი ახლა არის დანგრევის პირას, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცნაირად ავაშენეთ მეცნიერების კეთების გზა, დავდექით ამ გზაზე, ჩავერთეთ ესე იგი კონვეიერი, ასე ვთქვათ, აწყობილია თითქოს უნდა ჩაეშვას და ჩაშვებულია ნაწილი. ჩაშვებულია, ჩვენ შემთხვევაში ჩაშვებულია, იმიტომ რომ ზოოლოგიის ინსტიტუტი ვთქვათ აკადემიის შემადგენლობაში იყო დაშლის პირას. აი 2017 წლამდე ზოოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო პროდუქტიულობა საერთაშორისო ასპარეზზე იყო 0 სტოლი. და საბოლოო ჯამში ჩვენ იმდენი მოახერხეთ, რომ ჩვენი ინსტიტუცია მთელი კავკასიის მასშტაბით არის წამყვანი ინსტიტუცია ჩვენ დარგში. პუბლიკაციების რაოდენობით, სამეცნიერო პროდუქტის ყველა მიმართულებით, ხო? და ეს მოხდა რის ხარჯზე, ესე იგი უნივერსიტეტთან ინტეგრაცია, ახალი სისხლის მოზიდვა, ასე ვთქვათ. ეს უნივერსიტეტთან ინტეგრაცია იმ გაგებით ჭირდებათ, რომ სტუდენტებს ცდომა გააქვთ, ის შეიძლება უნივერსიტეტის თხოვოთ ის რაღაცები ასწავლონ, თქვენ ჭირდებათ. და ის იმათაც შეუძლიათ მოსლა თქვენთან და რაღაც პროექტების კეთება, მაგის გულისხმობა. ეს ერთი მხარე არის, კი, ანუ ჩვენ გვაქვს პირდაპირ კავშირი სტუდენტობასთან, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ საქმიანობაში პირდაპირ არიან სტუდენტები ჩართული, ჩვენ ვართ ჩართული მათ სწავლებაში, ანუ ეს ხიდი შედგა რა, ეს ხიდი მანამდე არ არსებობდა და ამიტომ უნივერსიტეტის ინსტიტუტს ყოველთვის უჭირდა სიახლეების შეტანა თავის სამეცნიერო თუ ნებისმიერი ტიპის მიმართულებაში, ხო? ამას გარდა უნივერსიტეტთან ჩვენი ყოფნა არის ძალიან მნიშვნელოვანი სხვა მხრივაც. ჩვენ ესე იგი მოგშორდა მთელი ადმინისტრაციული და არასამეცნიერო საქმიანობის ის კომპონენტი, რომელთაც რომელსაც ისე ადრე ინსტიტუტის რაღაც სარგე დეპარტამენტები უნდა იყოს, ხო?
ეს როგორც ფინანსური, ასევე დროითი რესურსის სერიოზული შემცირება, ოპტიმიზაცია უბრალოდ. ოპტიმიზაცია. ანუ ეს არის ძალიან კარგი მოდელი, რაც ახლა გვაქვს, ძალიან ეფექტურადაც მუშაობს, იმიტომ რომ ჩვენი სამეცნიერო ინსტიტუტის პროგრესი ან ეფექტურობა შეიძლება შეაფასო სამეცნიერო პროდუქტით, ხო? და ამ თვალსაზრისით ძალიან ეფექტურები ვართ, რა ვიცი, რეგიონის მასშტაბით. აქ არის საუბარი უნივერსიტეტის შიგნით ან ქვეყნის შიგნით. რეგიონის მასშტაბით, ხო? მე ვიტყოდი, რომ პრობლემა ერთ-ერთია ამ რეფორმაზე. თვითონ სინამდვილეში ყველა ინსტიტუტის თანამშრომელი და ყველა პროფესორი მე მგონი ამ რეფორმას კითხულობს, სიახლეებს და პრობლემა ისე რომ კვლევით საკითხებზე საერთოდ არ ლაპარაკი და თითქოს ისე რომ განათლება შეიძლება გქონდეს კვლევის გარეშე. ანუ როგორც წესი ეს გადამული პროცესებია, თუ არ გყავს პროფესორი, კარგი მასწავლებელიც არ გეყოლება. თუ კარგი მასწავლებელი გყავს, კაი პროფესორი გეყოლება და რაღაცნაირად ისე ჩანს თითქოს აი მოვჭირთ ახლა პროფესორებს, რაღაც ზედმეტ ვუხდით, ან თქვა მოვჭირთ ინსტიტუტებს და ამ ფულს ჩავდებთ მასწავლებლებში და მასწავლებლები გაუკეთესდებიან, მაგრამ არა მასწავლებლებს აუკეთესებს ის, რომ უკეთესი სწავლება გაქვს უნივერსიტეტში და იქ ასწავლიან უკეთესად ისინი, ვინც მართლმკვლევით არიან დაკავებულები და უკვე ამ კვლევის შედეგების თარგმნა მასწავლებლისთვის გასაგებენაზე და მე მასწავლებელს მოსწავლისთვის გასაგებენაზე მასეთ პროცესს გულისხმობს ბოლოს და ბოლოს განათლება და მე მგონი ეს ნაწილი ჩათიშულია ამ რეფორმის განხილვიდან საერთოდ. ხომ მე ეგრე ვიტყოდი, არ ვიცი. თუმცა ერთ-ერთი პუნქტი მე მახსოვს იყო ესეთი კვლევისა და სწავლის ინტეგრაციის პრობლემა, ხო, არ არსებობა რა. ამ რეფორმაში. ხო. ოღონდ ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, ეს არის თავისთავად პრობლემა, თუ შენ გინდა კარგი განათლების სისტემა გქონდეს, ეს უნდა იყოს ინტეგრირებული. ამის ინტეგრაციაზე მუშაობდით მთელი ამ გასული წლების განმავლობაში და ეს პროცესი წინ მიდის. ამით ვამაყობთ, რომ ჩვენთან დავუშვათ ილიაშის კვლევები და სწავლება ძალიან დაახლოვდა და მჭიდროდ არის ერთმანეთთან. და რასაც მე უყურებ ამ რეფორმის ფარგლებში, რაც შეიძლება განხორციელდეს, ეს გამოიწვევს პირიქით დათიშვას კვლევისა და სწავლებისა. მაგალითად აი რომელი ნაწილია ეგეთი? სამეცნიერო ინსტიტუტებზე დეტალურად ინფორმაცია არ ყოფილა გამოქვეყნებული, არავის არაფერი უთქოს, მაგრამ მე როგორც მესმის კვლევით ინსტიტუტების რაღაც ახალი კონსორციუმის შექმნას აპირებენ, რაღაც გერმანული მოდელის თუ რაღაცის და სამეცნიერო აკადემიასთან თუ რაღაც ცალკე სისტემასთან კავშირში რა. ანუ უნივერსიტეტის სასწავლო უნივერსიტეტები ცალკე და კვლევით ინსტიტუტები ცალკე. ანუ რაღაც საბჭოთა კავშირის დაბრუნების ვარიანტი. კი ბატონო, ანუ გათიშვა შეიძლება მოხდეს ახალგაზრდა თაობასა და არსებულ კვლევარებს შორის. ეს სერიოზული პრობლემა არის და ჩვენ გვაქვს ესეთი კარგი, თქვათ, საზომი იმისა, თუ რამდენად ეფექტურია კვლევა და სწავლა ერთად და სად ხორციელდებოდა ეს აქამდე საქართველოში. მაგალითად მიყვარს ამ მაგალითს მოყვანა, არ შემიძლია რომ არ მოვიყვანო. მაგალითად არსებობს ეგეთი საპატრიარქოს უნივერსიტეტი, ალბათ ყველას გაგვიგია, წმინდა ანდრია პირველი წოდებული საპატრიარქოს უნივერსიტეტი, რომელსაც აქვს კვლევითი მიმართულებებიც. ეხლა ამასწინათ ნახულობდი, რამდენად ესე იგი კვლევაში ეფექტური არის საპატრიარქოს უნივერსიტეტი და აღმოჩნდა, რომ თქვა სკოპუსის ბაზაში უნივერსიტეტის სახელით არის მხოლოდ 5 პუბლიკაცია, რაც არის ჩვენი საშუალო დოქტორანტის შედეგიანობა, ერთი დოქტორანტი. ანუ მთელი უნივერსიტეტის აქვს ესე იგი 5 სამეცნიერო პუბლიკაცია. ანუ კვლევები პრაქტიკულად არ ხორციელდება. და ამ დროს საუბარია იმაზე, თქვა განათლების რეფორმის ერთ-ერთ პუნქტში, რომ არათანაბარია ხარისხი, რომელსაც აძლევს ან დიპლომი, რომელსაც აძლევს სხვადასხვა უნივერსიტეტი ახალგაზრდობას. რა თქმა უნდა, ილიაში დავუშვათ და საპატრიარქოს უნივერსიტეტში ერთ და იგივე დარგში მიღებული დიპლომები აუცილებლად იქნება განსხვავებული, იმიტომ რომ იქ საერთოდ გამოთიშულია კვლევებისგან სწავლების პროცესი. როცა ჩვენთან პირიქით არის, ესე იგი, სრული ინტეგრაცია არის კვლევისა და სწავლებას შორის, იმიტომ რომ მაგალითად სამაგისტრო საფეხურზე ეხლა ვკითხულობ აკადემიური წერის კურსს. სადაც აკადემიური წერისთვის მაგალითებზე როცა მუშაობთ, სტუდენტები მუშაობენ თავიანთი კვლევითი პროექტებში განხორციელებული შედეგების უკვე ინტერპრეტაციაზე. საკუთარი ნაშრომი გამოდის ერთ-ერთი პროექტი აკადემიურ კვლევაში რო ისწავლო. არა, უბრალოდ ერთ-ერთი პროექტი გამოდის, არამედ ყველა მათგანს ეს ნაშრომი, ამ ნაშრომს ახორციელებს რომელიმე სამეცნიერო კვლევის პროექტის ფარგლებში. ოკეი. უშუალოდ ჩართულები არიან კვლევებში. ანუ უბრალოდ საგანს კი არ სწავლობს, აი თემა დავწერო ამ თემაზე. პროექტს ახორციელებს. აი ჩემ პროექტში გამომადგება, თან ახლა მასწავლიან როგორ დავწერო და ხო ეგრევე ანუ ესე იგი სამაგისტრო საფეხურზე ის ჩართული არის სამეცნიერო კვლევაში და კვლევის
პროცესში სწავლობს როგორ დაწეროს, როგორ იმუშაოს, როგორ ინტერპრეტაცია გააკეთოს, როგორ კომუნიკაცია ქონდეს ასე შემდეგ. ანუ ეს არის ესე იგი პროცესი, რომლის გაყოფა საერთოდ სისტემის დანგრევას გამოიწვევს ნებისმიერი ფორმით. ანუ პოზიტივს ვერ ხედავთ ესე იგი მაგნაბიჯში საერთოდ. აი თქვა ერთ-ერთი არგუმენტი ხო ის არის, საბჭოთა კავშირში მეცნიერება ხო კარგი იყო და ეს დაგვაბრუნებს იქეთ და ის იქნება რაღაცნაირად ისე არის წარმოჩენილი, მე ესე მესმის ყოველ შემთხვევაში, რომ მაშინ კარგი მეცნიერება გქონდა და ეხლა ცუდი მეცნიერება გვაქვს. არა, მე ასე ვერ ვიტყოდი, არ ვფიქრობ, რომ მაშინ გქონდა კარგი და ეხლა გვაქვს ცუდი. ჯერთი ეს რაღაც დარგებზე შეიძლება იყოს მორგებული, რაღაც პრიორიტეტული დარგები იყო, თქვა საბჭოთა კავშირის დროს, აი მაგალითად იყო სელექცია, ხო, ეგეთი ცნობილი მიმართულება იყო, სადაც უნდათ კულტურული ჯიშების გამოყვანა და ასე შემდეგ და უამრავ რესურსს დებდნენ ამაში და ადამიანების დიდი ჯგუფი მუშაობდა რაღაცე. კი ბატონო, და შეიძლება რაღაცა, თქვა, კონკრეტული ჯიშების გამოყვანაზე რაღაც შედეგი ჰქონდათ, მაგრამ თქვა, ბიომრავალფეროვნების კვლევის კუთხით, როგორც არის ევოლუცია, ეკოლოგია და ასე შემდეგ, მიუხედავად პროგრესისა, საბჭოთა კავშირი თავისი მოცულობის ფარგლებში გაცილებით ეფექტური იყო ვიდრე დასავლური მაგალითად გერმანია მარტო აღებული ან ინგლისი, ხო? ასე რომ რას ნიშნავს კარგი კვლევები ქონდათ ან ეს ჩემთვის გაუგებარია. მე ვიტყოდი პლაზმის ფიზიკა იყო ძალიან პერსპექტიული, თქვათ, საბჭოთა კავშირში რაშიც იდებოდა ფული ფიზიკის თვალსაზრისით, პლაზმის ფიზიკაში, მაგრამ ესეც აი იმის გამო რომ ცენტრალურმა კომიტეტმა დაგეგმა და გადაწყვიტა რომ პლაზმაში უბრალოდ იმედი ჰქონდათ რომ პლაზმას ანუ მომუშავე თერმობირთულ რეაქტორს აშენებენ უკვე 70-იან წლებში ეს იმედი ჰქონდათ და ყველამ ვიცით რითი დამთავრდა ჯერჯერობით არა გვაქვს აი ახლა ალაპარაკია რომ შეიძლება ახლა გარღვევა მაგრამ უკვე სკეპტიკურად უყურებს ხალხი მაგრამ მაშინ ძალიან ბევრი თანხა ჩაიდო და ინსტიტუტებიც აშენდა ბევრმა ახალგაზრდამაც აირჩია ეს პროფილი ბევრი ფული იყო და მე აღმოჩნდა რომ 10 წელიწადში ეს მოდა მოკვდა პლაზმის ფიზიკაზე და ბევრი პლაზმის და ბირთვული ფიზიკოსი დაგვრჩა, რომელსაც აი სად გამოიყენებს საქართველოში ამდენს აი ამ პროფილის ფიზიკოს, ხო? და მე საბჭოთა კავშირში ვერ გამოიყენეს გამოდის და მე მაგათი გადაკვალიფიცირებაც რთულია, იმიტომ რომ უკვე ინსტიტუტები გაქვს აშენებული მაგ პოლიტიკით და რაღაცა სწავლობენ და აკეთებენ, მაგრამ ეს ჩიხური მიმართულება იყო ეს იმ დროისთვის. და ეხლაც ესეთი რაღაც არის, ხო? ინტერესი რომ აი ერთ-ერთი პუნქტი იყო ესეთი, რომ თქვა სახელმწიფო დაკვეთებს ნაკლებად ასრულებს სახელმწიფო უნივერსიტეტები რა მიმართულებების რას მაგალითად ხო აი ნეტა პრობლემა ის არის ვიცით რა ანუ მე მაგაზე ყოველთვის მიყვარს რომ იმის თქმა რომ აი თინეიჯერი ბავშვები როცა მსჯელობენ ხოლმე იმაზე რაღაცის თქმა პირდაპირ კონკრეტულად რო ერიდება და არ უნდა და გონია რომ თუ განაზოგადებს უფრო შინაარსიანი და წონითი იქნება და არ და პირიქით ან უფრო შედეგს მიაღწევს ხო რატომაც გონია რომ ესე უფრო წონიანი არგუმენტი დაიდება არა და მე პირიქით მღიზიანდები მაგით იმიტომ რომ მე მიწევს მე გავარკვევ ამას კონკრეტულად რა აწუხებს იმიტომ რომ ამას რო გონია კონკრეტული გადაწყვეტის გზა რაღაც კონკრეტული პრობლემის და მე მიზოგადებს ანუ თქვა კიდე იყიდო რავი კამფეტი და შენ ზოგადად რომ იცით ჩვენი კვებითი მომარაგება არ არის საკმარისი ამაში და მითხარი კონკრეტულად რა კამფეტი მოგაკლდა და კვებით მომარაგებაზე რომ მოპარაკები მთლიანად ყველაფრის გამოცვლაზე ვფიქრობ მე იქ უკვე ხო ანუ ნუ ეს პრობლემა მე მგონი არის როცა აი კონკრეტიკას საერთოდ მთლიანად აშორებ და ამ დოკუმენტში კონკრეტიკა საერთოდ ჩახსნილია არც ერთი მაგალითი არ არის მოყვანილი იმის სად არის მაგალითად კარგი კვლევა სად არის კარგი კვლევა ეგეთებიც ხო იქნება უეჭველი რა თქმა უნდა ჯერ ერთი რომელი სტუდენტები არიან ცუდები რომლები კარგები ანუ რა რითი განსაზღვრა ვიზე აპარაკობ ანუ თქვი კონკრეტულად ნუ მაგას ორი ვარიანტი შეიძლება იყოს მაგის უკან ერთია რომ შეიძლება ეს პირდაპირი რაც უნდათ რომ თქვან ისეთი არის რომლის თქმაც არ შეიძლება და ამიტომ მოკიბულად ცდილობენ რაღაც შედეგის მიღწევას და მეორე ბიზნესი და სავარაუდოდ ესეც ალბათ ფუნქციონალურია არ აქვს შესაბამისი კვლევა და ანალიზი ჩადებული არსებული სიტუაციის მაგალითად იქ ლაპარაკია იმაზე რომ თქვათ რაღაც არათანაბრად არის ხარისხი ხო რაღაც სწავლების დიპლომების ხარისხი რას ეყრდნობა საიდან მოიტანეს რომ არათანაბარი არის ხო აი როგორ შეაფასეს რომ მაგალითად ჩვენი უნივერსიტეტი და ჯავახიშვილის უნივერსიტეტი რო უშვებს რაღაც მიმართულების ხალხს რომ ჩვენთან არის რაღაც ესეთი დონე და იქ არის რაღაც ესეთი დონე. აი ეს როგორ შეაფასოს? მოდით იმაზე არათანაბარი თუ არის, იგი არის რაღაც მაგალითები, რომლებიც კარგებიც არის. არათანაბარი ხო მაგას ნიშნავს, რაღაც უნდა იყოს უკეთესი რაღაცა უარესი. მოდი მითხარი უკეთესები რომელია და იმათ მაგალითზე ავაწყოთ მაშინ. კი ბატონო.
ეგეც ხო შეიძლება მიდგომა იყოს, მაგრამ რაღაცნაირად არა, აი მოდი ახლა არათანაბარი არის, ახლა ყველაფერს დავანგრევ, ახალს ავაშენებ. რაღაც იმას გავს, რომ ეს ბავშვები კლასში რომ შევიდეთ, რაღაც აქ ვერ ასწავლეთ, მოდი ყველას თავს მოვკვეთავ, ახალ ბავშვებს შევიყვან და იმათ ვასწავლი კარგად. რაღაც ეგ მიდგომა არ ვიცი, ხეების გადარგვაში შეიძლება მუშაობს, მაგრამ ადამიანებს იმათებაში არ მუშაობს. ნუ ეგ არისო ეს სოციალიზმის არსი, რომ ყველა თანაბარი უნდა იყოს. იქაც არ მუშაობს. ანუ ვერ იქნება თანაბარი. ნებისმიერ შემთხვევაში ყოველთვის გვაქვს ერთ და იგივე დარგის სპეციალისტი არის უკეთესი და უარესი. ერთ და იგივე საგნის მასწავლებელი არის უკეთესი და უარესი. აი როგორ შეიძლება ყველაფერი თანაბარი იყოს? რა თქმა უნდა არ იქნება. მაგრამ რაც ეხება დიპლომებს, არა, ის რომ კვალიფიკაცია იყოს საკმარისად კარგი მინიმუმ ზღვარს აკმაყოფილებს, ეს აკრედიტაციის ამბავი არის და თუ არ აკმაყოფილებს, აკრედიტაცია არ უნდა მისცეს. თუ აკმაყოფილებს რაღაც მინიმალურ ზღვარს, იმაზე უკეთესი არსებობა არ ნიშნავს, რომ ეს არ უნდა არსებობდეს, ხო ესე არის. კი. მე ვიტყოდე შვეიცარიის მაგალითი, ალბათ ახლა არავინ არ დაიწყოს იმას ლაპარაკს შვეიცარიის განათლებაზე უკეთესს ავაშენებ. მე როცა იგივე თანხები არ მაქვს, მე ვუყურებდი ბიუჯეტებს. ITХ-ს, IPFL-ის, ანუ ჟენევის უნივერსიტეტის ყველას ბიუჯეტი არის მილიარდზე მეტი. 2 მილიარდამდე არის საშუალო ბიუჯეტები და ეს კვლევით პროექტებს არის თვალისწინებს კიდე. მაგალითის მოყვანა მინდოდა შვეიცარიაზე, რატომ? იმიტომ რომ ერთხელ მატარებელში შემხვდა ადამიანი და ეს სტუდენტი აღმოჩნდა, ეს გამოლაპარაკე და მაგათ მიდიოდა ციურიხიდან თუ ლუგანოდან ჩადიოდა, ლუგანოდან არა, ლუცერნიდან ჩადიოდა ბაზელში. და რა ვკითხე, რას აკეთებდა, ანუ მე ვსწავლობ აი რომელიღაც უნივერსიტეტში და ახლა მივდივარ ბაზელში და მეთქე რატომ? იმიტომ რომ იქო neuroscience კითხულობს ერთი პროფესორი კვირაში ერთხელო, რომელიც აი ყველაზე კარგ ლექციებს კითხულობსო, ესე ვთვლი. ანუ შვეიცარიის პირობებშიც კი ითვლებოდა, რომ უნივერსიტეტი გაქვს, მაგრამ აი ამ საგანს იმდენად კარგად კითხულობს ეს კაცი იმ კონკრეტულ ქალაქში და კონკრეტულ უნივერსიტეტში, რომ ხალხი სხვა უნივერსიტეტებიდან შეიძლება ჩავიდეს იქ, მოისმინოს და ეს კრედიტები მერე უღიარონ და არავინ არ ცდილობს მოკლედ თქვას, რომ იცი რა, მოდი არა, იქ არ წახვალ, ჩემთან უნივერსიტეტში მე მოვიყვან ვიღაც სხვა პროფესორს და ის წაგიკითხავს შენ და აი ეგეთი ეს ოპტიმიზაცია არის. მაგრამ ეგეთი კუთხით ხო რომ დახედო, მაგრამ ის რომ ამიტომ მოდი ყველაფერს დავშლი და ეხლა მე ავაწყობ რაღაც ახალს. ეგ მე მგონი, ძალიან ცოტა არის ისეთ ყოველ შემთხვევაში ფაქიზ მექანიზმს ეგრე არ გამოდის. ეს მანქანაც კი აი ხო უნივერსიტეტთან შედარებით მანქანაც ესეთ ადვილი მოსაგვარებელი უნდა იყოს. თუ პირიქით რავი ზოგი არის ხოლმე რაღაც სიტუაციები, როდესაც შეიძლება ჯობდეს საერთოდ დაანგრიო და თავიდან აშენო, თუ იმ დონეზე არის დეგრადირებული რაღაც. თუმცა ჩვენი განათლების სისტემა საუნივერსიტეტო სივრცე ამ ეტაპზე ნამდვილად არ არის ამ დონეზე დეგრადირებული, რომ მისი სრული დანგრევა და თავიდან აშენება ღირდეს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს უზარმაზარი რესურსი ჩადებული ამ ყველაფერში და გვართ რაღაც საერთაშორისო სტანდარტებზე გასული ბევრი მიმართულებით და გვაქვს ინტენსიური კავშირები, კოლაბორაცია და ასე შემდეგ. და განათლების სისტემაც კი არ არის იმდენად ცუდი, რომ ხოჭო მოწყვეტილი არა ვართ, საერთაშორისო აკრედიტაციები გვაქვს, აღიარებულია ჩვენი დიპლომები, ხო? ესე იგი არ არის დასანგრევი. ეს ერთი მომენტი არის. But აი შვეიცარიის მაგალითი, რა ვიცი, რომელი უნივერსიტეტიც არ გინდა მოიყვანო, თქვა ნორმალ უნივერსიტეტი ვარ, უზარმაზარი ბიუჯეტები აქვს ამ უნივერსიტეტებს და აქვთ რესურსები შესაბამისად, როგორც პროფესორს და წარმატებულ ადამიანს გადაუხადოთ და აკმაყოფილო ის სხვაგან არ უწევდეს, თქვა სიბილი ან კვლევაში შეფერხება არ შეექმნას და ასე შემდეგ, ეს ერთია, მეორე ინფრასტრუქტურა მოაწყო და ასე შემდეგ. ანუ სერიოზული ბიუჯეტია საჭირო კარგი განათლებისა და მეცნიერების გასაკეთებლად. ეხლა რა ხდება ჩვენთან? ჩვენ სერიოზული ბიუჯეტი არ აქვს, არათუ სერიოზული ბიუჯეტი არ აქვს და რა ხდება არის ბიუჯეტი ზოოლოგიის ინსტიტუტის მიახლოებით? ზოოლოგიის ინსტიტუტის ბიუჯეტი არის 600,000 ლარი. აჰა. ეს ჯამური კვლევის ესა უცხო გრანტებს ჩვენ არ ვთვლით იმიტომ ამ ბიუჯეტში. აქ არის რუსთაველის ფონდიც არ იცვლება. რუსთაველის ფონდი საბაზო დაფინანსება. საბაზო დაფინანსება, ერთად ჩვენ ვისტუმრებთ ხელფასებს, ვისტუმრებთ სხვადასხვა საჭიროებებს, თქვათ. მაი ალბათ ხელსაწყოების და რაღაცა ხელსაწყოებიც აღარ შედის ამაში. მოვლა, მაგათიც არა. მოვლასაც ვერ ვიხდით. მაგის. ანუ სულ საბაზისო რაღაცეებისთვის გვჭირდება ამდენი და ესეც წვალებ-წვალებით, ანუ სულ გამოზოგვაზე საუბარი და ხელფასები არის, ესე იგი ერთ-ერთი საუკეთესო ხელფასები არის ყოფილი აკადემიის ინსტიტუტში ჩვენთან, მაგრამ რა თქმა უნდა, არასაკ მარტო ამ ხელფასებს. ნუ მაგალითად რამდენს იღებს ახალგაზრდა კვლევარი? რამდენ შეიძლება იღებდეს, აი მინიმუმ რა? 700-800 ლარი. ხო. ხო. რაც არ არის, ხო, ბევრი. ხო, არ არის ბევრი, ხო. ანუ უпроსი მეცნიერთა თანამშრომელი იღებს მაგდანს ფიზიკის ინსტიტუტში. ანუ კიდე უფრო ნაკლები, ესე იგი ფიზიკის ინსტიტუტში, ხო? უпроსი მეცნიერთა თანამშრომელია, ახალგაზრდა კვლევარი არა.
ანუ უფროსი მეცნიერი ხომ მეც უნდა იღებდეს? ხო. თქვენთან კიდევ უფრო ნაკლებია. ნუ მიახლოებით მაგნეს იღებს, ანუ ხელზე იღებს მაგნეს ალბათ. ანუ ესე იგი აქ ლაპარაკია იმაზე, რომ გადარჩენისთვის გჭირდება, რომ იმუშაო და იწვალო. ანუ ხშირად ჩვენი მკვლევარები და მაგალითად გარბიან სხვაგან, რომ თქვა ლექცია წაიკითხო, რომ დამატებით შემოსავალი გვაქვს. შემოსავალი მნიშვნელოვანია, თუ არ შეგიძლია რომ იარსებო ამ ფულით, თან ბევრი ადამიანი როგორი არის, იცი მთელი რაღაც ცხოვრება, თავისი ინვესტიცია, ენერგია ჩადო სწავლაში, კონკრეტული დარგის სპეციალისტი გახდა და ეხლა იმას შენ ვერ ეტყვი, რომ აი მოდი შენ წადი და ეხლა ბუღალტერია ისწავლე და სადღაც იქ მაღალი არასწავლებელი. პიტონის კურსები და ვებ დიზაინი გააკეთე, ვებ დეველოპერი გააკეთე. არა, მე თქვა ჩემი დარგი რომ მიყვარს, შეიძლება იძულებული ვიყო ამ ჩემი ინტერესის გამო დავრჩი ამაში. ბევრი ესეთი შემთხვევაც გვაქვს. ეს პროგრესს უწყობს ხელს ესეთი ადამიანის არსებობა, რომ ცოტა ხელშეწყობა თუ იქნება, მაგრამ ეხლა თუ ჩვენ ავიღებთ დასავლურ უნივერსიტეტებს, სადაც უზარმაზარი რესურსები არის, რა თქმა უნდა, იმათ აქვს შესაბამისი პროგრესი. ჩვენთან ესეთი რესურსები არ არის, არა თუ ინსტიტუტში, არამედ უნივერსიტეტებში, ხო? როცა ლაპარაკია თქვა ინფრასტრუქტურის გაუმართავებაზე, ან არასაკმარის ხელფასებზე, ვინ არის ამაზე ჩვენი პრობლემა ხო არ არის? ჩვენ მოგცეს თქვა კარგი ინფრასტრუქტურა, დაგვინიშნეს დიდი ხელფასები და შედეგი არ მიიღეს? არ ყოფილა ესეთი შემთხვევა, ხო? ანუ გვაქვს დაუშვათ ამორტიზებული შენობა. ვინ უშლის თქვა სახელმწიფოს, რომ ახალი შენობა აგვიშენონ. თუნდაც დაუშვათ ქალაქ გარეთ. იყო ესეთი შემოთავაზება, რომ აი მოდით მე აი სადღაც რუსთავის მიმდებარედ კარგ კამპუსს აგიშენებ და იქნებ გადახვიდეთ იქ. ასეთი საკითხის განხილვაც არ ყოფილა, ხო? იქნებ ეს ჩვენთვის იყოს მისაღებია რა. ჩვენ ახლა გვეუბნებია რას, რომ იცი რა, შენი ტერიტორიები თან პირდაპირ ეს სხვა შორის პირდაპირ გითხრეს მიკიმოკიბის გარეშე, ხო, რომ თქვენი ტერიტორიები ბიზნესისთვის არის ძალიან საინტერესო, ამიტომ ეგ უნდა ჩამოგართვათ და მე სადღაც გაგიშვებთ და იქ აგიშენებთ კამპუსს. მე ამის არ მჯერა. ჯერ ამიშენე მე გადავალ. რა თქმა უნდა, აი ამისი არ მჯერა, იმიტომ რომ ესეთი აი ამასინათაც სატელევიზიო გადაცემაში უსმენდი. ხო, აი ეს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი ჰიდროლოგიის ინსტიტუტს თუ რაღაცას ჩამოართვეს ეს კორპუსი, სადღაც შეტენეს პატარა რამდენიმე ოთახში და წლებია უკვე მიმდინარეობს შენებლობა და იმ ადგილზე სადაც უნდა აშენებულიყო ინსტიტუტი, არაფერი არ აშენებულა, ხო, ჯერჯერობით არც კი იცის ადგილობრივი, მაგრამ იქ რაღაც შენდება. ამის პრეცედენტი არის. უარესიც ჩვენ გვაქვს ეს შემთხვევა ქუთაისის უნივერსიტეტის, ხო, ეს რაღაც ახალი უნივერსიტეტი რო აშენეს, რომელიც კერძო ინტერესებში შედიოდა, თქვათ, და ამიტომ რაღაც კერძო პირებმა ჩადეს რაღაც საკმაოდ დიდი რაღაც ინფრასტრუქტურა გააკეთეს. მე იქ ახლა ბევრს არ აქვს ინფორმაცია, მაგრამ გადმოცემით ვიცი, რამდენიმე თქვათ ადამიანისგან ვისაც იქ ყოფილა, რომ ეს ინფრასტრუქტურა არის ძალიან ესეთი მოწყვლადი რა, რაღაც კრიტიკულ ნაწილებში. გარდა ამისა, ამ ინფრასტრუქტურამ იმ უნივერსიტეტს ვერ უშველა. ჩვენ ვიცით, რომ ქუთაისის უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი უნივერსიტეტია, თქვათ, საქართველოს უნივერსიტეტში. შევსების თვალსაზრისით თუ შევსების თვალსაზრისით, კვლევების თვალსაზრისით, დიპლომის ხარისხის თვალსაზრისით, არ ვიცი, კადრების თვალსაზრისით, ნებისმიერი რასაც უნივერსიტეტი უნდა აკეთებდეს, ხო? ანუ ესე იგი, ესეთი გადალაგება თუ გადაჯგუფება, რაღაც ახლის შექმნის ცდელობა, ეს თუ არის რაღაც ხელოვნურად გაკეთებული, ამას შედეგი არ მოაქვს რა. თუ შენ გინდა რომ არსებულ რაღაც სისტემას გაუმჯობესება სჭირდება და დახმარება გინდა, მაშინ დაეხმარე მას მისი ინტერესების გათვალისწინებით პირველ რიგში რა. ნუ მოდით ესე ვთქვათ, ჯერ იმას გავს რაღაცა საყვედური მითხესა და პოლიციაში წამიყვანეს და რატომ აი ბებია გადავიყვანეო გზაზე სამჯეროდ რა. და მე მაგ საქმისთვის რატომ დაგიჭირეს, რომ რავი, აი მას არ უნდა დაო გადასვლაო და აი რაღაცა მასეც გავს, რომ ხო, რავი, თუ გინდა დახმარება მართლა ჯერ მკითხე, ჯერ გაარკვია რაში ვარ დასახმარებელი და ეხლა შენი მესმის რომ შეიძლება კარგი მოტივიც გქონდეს ვიღაცას რაღაცაში დაეხმარო, მაგრამ თუ არ ეკითხები იმას, საერთოდ უნდა დახმარება, საერთოდ რაში ჭირდება დახმარება, ანუ ეგ ესე არ მუშაობს. ყოველ შემთხვევაში უბრალოდ ფულის გადახდა ხშირად ვერაფერს ვერ შველის. აი ეგ ალბათ ყველამ ვიცით, ვინც ოდნავ მაინც შეხებია საქართველოში მედიცინის სფეროს, ანუ ვერ გადაგარჩენენ აქ, მე რამდენი გინდა ფული მოუტანო, იმიტომ რომ ის საშუალება არ აქვს, უბრალოდ ფიზიკურად არ აქვს, ან პრეპარატები არ არის, ან მარტო ევროპაში არის, ან რაღაცა კონკრეტული კვლევა არ არის, ან ერთი კონკრეტული ქირურგი კარგია, მაგრამ სტაფი არ ვარგა, ანუ ვერ მოაგვარებ ამ პრობლემებს უბრალოდ ფულით ჩასხმით. ფულით ჩასხმით და უფრო მეც ვიტყოდი, ანუ აი ძველი მანქანები უფრო უყვარს ხალხს, იმიტომ რომ ესე ხელით რაღაცას მოუჩხიკინებ და ამუშავებ და თანამედროვე იქ კომპიუტერი აქვს და შეიძლება საერთოდ გაგიჭედოს და ვეღარ გაუშვა. იმას არ ნიშნავს, რომ თანამედროვე მანქანა იმაზე უარესია. უბრალოდ უფრო რთულია, უფრო ფაქიზია და უფრო
დიდ ცოდნას მოითხოვს, როგორ აამუშავო და რაც უფრო რთულია მექანიზმი, მით უფრო რთულად აამუშავებ და თუ არ იცი რა ჩაკუჩზე მარტივი ხელსაწყო არ არის, მაგრამ ძალიან კარგია ჩაკუჩი თავის სფეროში, მაგრამ მაგით ყველაფერს ვერ გააკეთებ. ახლა ტომოგრაფს ვერ შეცვლი და ტომოგრაფისთვის სხვანაირი ხედვა გჭირდება და სულ სხვა სირთულეა და იმას ესე უბრალოდ ვერ მოიყვან. ანუ შეიძლება აპარატი იყიდო და ხელსაწყოს მომხმარებელი არ ყავდეს და მე მაგის წამკითხველი არ ყავდეს კიდე. რამდენი არის შემთხვევა, როცა იღებენ სურათს, კარგი სურათია, მაგრამ იქიდან მივეს და იმან არ იცის ეს როგორ წაიკითხოს. ერთხელ ჩემი მეგობარი მიყოვა და ხერხემლისტია კარი მქონდა და მივედიო პოლიკლინიკაში, მიუტანიო MRI სკანი და მაშინ ეს 10 წლის წინ MRI სკანი იყო, ისეთი საუცხოო რაღაცა და უჭირასო უყურებსო და უკაცრავთო გადასაბრუნებელი გაქვთო უცხარიო და ხო მადლობა. აი ამ რეფორმასთან დაკავშირებით მაქვს სულ ამაზე ვფიქრობ, ესე იგი აი ეს გადალაგება და რაღაც ფაკულტეტების გადაწყობა, ინსტიტუტების გადატანა, გადმოტანა და ასე შემდეგ რეგიონებში საუნივერსიტეტო სივრცის განვითარება და რეგიონების ინფრასტრუქტურა, არ ვიცი, სოციალური სიტუაციის გაუმჯობესება. ესე იგი საერთოდ არ მესმის ეგ სიტუაცია, იმიტომ რომ ყველა რეგიონში, რომელიც არის დასახელებული, ხო, ჩვენ გვაქვს უნივერსიტეტები ახალციხეშიც, ქუთაისშიც, ზუგდიდშიც, თელავშიც, ხო? რამ შეუშალა ხელი ამ სახელმწიფოს, რომ აქამდე არ განვითარებულიყო. თუ კი ეს მნიშვნელოვანია, რომ რეგიონების სოციალური სიტუაცია შეიცვალოს და ამაში უნივერსიტეტს დიდი წვლილი შეიძლება ჰქონდეს, ხო ქონდათ ამისთვის დრო წლების განმავლობაში. რატო არ ხდება იქ უნივერსიტეტი, საუნივერსიტეტო სივრცე? იმიტომ რომ თბილისში ბევრი და კარგი უნივერსიტეტია. ანუ ამას შევცვლით იმით რომ საუნივერსიტეტო თბილისში კარგი აღარ იქნება უნივერსიტეტი და იქ დარჩენა მოგიწევს. ანუ ვაიძულებთ სტუდენტებს რომ თბილისში არ ჩამოვიდნენ და იქ დარჩნენ. ამით თქვათ აიწევს იქაური უნივერსიტეტის ფასი. თუ როგორ, ესე იგი მე მაგალითად რომელიც ცხოვრობ, ხო, თქვათ თბილისში ვარ ყველანაირად რაღაცნაირად მორგებული ამ საქალაქო ამ სისტემას, აქ ცხოვრობ, ხო? უცბად მეუბნებიან, რომ აი შენ გაქვს შესაძლებლობა, რომ თქვათ ქუთაისში გადაბარგდი ან სადღაც თელავში. ეს მარტივად ხო არ არის შესაძლებელი. აი მაგალითად მე მახსოვს პარლამენტი რო გადაიტანეს ქუთაისში, ხო? ჩვენი შენობა ააშენეს და პარლამენტერებს ჩვენგან განსხვავებით კარგი ხელფასიც ჰქონდათ, მანქანებით ემსახურებოდა და ასე შემდეგ. და მოგონ ბინებსაც კი აძლევდნენ. ბინებსაც აძლევდნენ და მიუხედავად ამისა, ყველა უკმაყოფილი იყო და საბოლოო ჯამში ეს იყო ერთ-ერთი საარჩევნო და რაღაცა ოცნების დაუშვათ პოლიტიკური ბერკეტი, რომ აი პარლამენტს დავაბრუნებთ საქართველოში. რატო ეს არის თბილისში, ხო? ეს არ იყო დეცენტრალიზაციისკენ მიმართული ნაბიჯი. რატო შეცვალეს ეს? ანუ ეხლა უნივერსიტეტები გადააქვთ, ანუ ამიტომ ვფიქრობ, რომ აქ არ არის საუნივერსიტეტო განათლების განვითარებაზე საუბარი, აქ არის სხვა რაღაცაზე და ჩემი აზრით ეს არის საუბარი იმაზე, რომ მოხდეს საუნივერსიტეტო რესურსების მაქსიმალურად ხელში დაჭერა რა. ადამიანურ რესურსებს გულისხმობ. და პლუს მე მგონი სტუდენტების ქალაქიდან გაშვება. ანუ თბილისიდან დიდი ქალაქებიდან სტუდენტების რაღაცნაირად ესეთი კრიტიკული მასა რო არ იყოს, საერთოდ საპროტესტო თუნდაც. სამწუხაროდ ისედაც არ აპროტესტებენ ჩვენ შედარებით, ანუ რამოდენიმე ანუ ბევრი არ დადის ამ პროტესტებს, ანუ ბევრი დადის. საუბარია, ავიცი 50000-მდე სტუდენტი შეიძლება არის ჯამში, არ ვიცი, თბილისში, ხო 50000 სტუდენტი. სერიოზული რაოდენობა არის, თუმცა ეს ხო, ну, ყოველ შემთხვევაში ეს ჩემი აზრით აი ესეთი გადანაცვლება არ წარადგება არც განათლებას, არც მეცნიერების კეთებას რა. უფრო მეტიც მე ვფიქრობ, რომ თან როგორი რაღაცა არის, ესე იგი რაღაც სახელმწიფო დაკვეთა, შრომის ბაზარი და ასე შემდეგ. კი ბატონო, ეს კვლევები უნდა ტარდებოდეს, თუმცა არ ტარდება ესეთი კვლევები და ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია რა პრიორიტეტები შეიძლება იყოს. აკრედიტაციის დროს ტარდება ამბობენ. ტარდება, მაგრამ ამას აკეთებს თვითონ პროგრამის გუნდი. და პროგრამის გუნდის რესურსი რო საერთოს ქვეყნის მასშტაბით ეს შრომის ბაზარი შეისწავლოს, არის წარმოუდგენლად სუსტი, თქვა, საკმარის იმაზე წვდომა არ აქვს, ხო? აი ხა ნებისმიერ ადამიანს რო კითხოთ დღევანდელი საქართველოს შრომის ბაზარში, თქვა, რა მიმართულებები არის დეფიციტური, ვერავინ ვერ გეტყვის ამას. რიცხვებზე დაყნობით, ხო? ამას ეს კვლევები არ ვიცი, თუ არის ყოველ შემთხვევაში ხელმის გამოქვეყნებული არ არის, ან მისაწვდომი არ არის. მაგრამ რომც იყოს ეს კვლევები და ამის მიხედვით გადავწყვეტოთ ჩვენ რა დარგები გვჭირდება და რომელი უნივერსიტეტებში უნდა ჩაიდოს ამ მიმართულებით რესურსები, სად უნდა მოხდეს ამ რესურსების გადანაწილება, რომელ ქალაქებში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ეხლა მე როგორც კვლევარს და როგორც მასწავლებელს მაგ ეს შეკითხვა რომ თუ კი მე მთავრობა უნდა მიკარნახოს რა ვასწავლო, სად ვასწავლო, როგორ ვასწავლო
და როდის ვასწავლო, მაშინ სად არის აკადემიური თავისუფლების კომპონენტი აი აქ. იცი გეტყვიან რომ არც არის საჭირო, მაგრამ მაგაზე სხვა ისა მაქვს. მაშინ აიღე და თვითონ ასწავლე. მაშინ მასწავლებელი რა შეჭირდება თუ ყველაფერი ჩემზე უკეთ იცი. ხო, მაგრამ ნუ ეს ახლა ჩემი მოგონილი არ არის საერთაშორისო თუ ჩვენ გვინდა განვითარებული სისტემა თანამედროვეობის ფეხი აუწყოთ აკადემიური თავისუფლება კვლევაში და სწავლებაში აუცილებელი არის. ნუ მაგალითად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იმისთვის რომ შენ ძლიერი მეცნიერება გქონდეს არის კონკურენცია, ხო? ანუ როდესაც გაქვს არჩევანი, მე სულ ვიხსენებ ამ მაგალითს, რომ ჰამბურგის მუზეუმში პროფესორის ადგილზე თანამდებობაზე კონკურსი იყო გამოცხადებული და განაცხადი შეიტანა 198-მა კანდიდატმა, მაშინ ვიყავი იქ. საუბარია ზოოლოგიის მუზეუმში პროფესორ კურატორის თანამდებობაზე. ესე იგი 198-მა, მათ შორის ბევრი გერმანელი, ბევრი უცხოელი. და ერთი მეორეზე უკეთესი განაცხადები იყო, როცა მოვისმინე ჩემი მაშინდელი ჰოსტისგან, მასპინძლისგან და არჩევა უჭირდათ. აი ეს არის კონკურენცია. ჩვენ მსგავსი რამ საქართველოში არ აქვს. არ აქვს ფინანსური რესურსების შეზღუდულობის გამო. ანუ თუ უნდათ მათ წინსვლა, პროგრესი, ჩადონ ამაში უფრო მეტი რესურსი, რომ ჩვენ შექმნათ კონკურენტული გარემო როგორც მეცნიერებაში, ასევე სწავლებაში და ეს განვითარდება. შრომის ბაზარიც, სადაც მოერგება ეს ყველაფერი, ეს კაპიტალისტური ქვეყანა ვართ ბოლო-ბოლო და ესე იქნება ალბათ თუ საბჭოთა კავშირში არ დაბრუნდით. ხო ეს ავტომატურად დარეგულირდება რა, მაგრამ რესურსი ჭირდება ამას. ეხლა საუბარია იმაზე რომ რაღაც 9 მილიარდი იკვეცება განათლების სამინისტროს ბიუჯეტი, ხო, მომავალ წელს. 450, ჩადებაზე კი არის საუბარი, პირიქით, შემცირებაზე არის. ვინ აგუშინებს რეფორმის ფონდზე, ხო? ვინ რეკამპუსი, ხო, მართლა. ხო. 2008 წელს მანამდე ომი მოხდებოდა რუსეთს საქართველოს. მაისში მოხდი იტალიაში, ეგეთი დიდი ცენტრი არის ICTP. მან დააქვთ საერთაშორისო ცენტრი არის თეორიული ფიზიკის ძალიან დიდი და არის გახსნილი ისე რომ გვერდით არის ეგეთი ძალიან დიდი პარკი მირამარე, ანუ უყურეს ზღვას, ანუ სამეფო ერთ-ერთი დიდგვაროვანის პარკი იყო, რომელიც მე გადაეცეს სახელმწიფოს და მე სახელმწიფოსთან რაღაცნაირად ისე დარჩა. არავის არ უფიქრია იქ, შეიძლება იფიქრეს, მაგრამ ვერ გაბედეს. ააშენონ კომერციული რაღაც რესორტ ჰოტელი, არის რესორტ ჰოტელიც, მაგრამ გვერდითვე აი თქვათ ამ ICTP-ს ქონდა საცხოვრებელი სტუდენტების ძალიან ახლოს ამ პარკთან, ანუ აი როგორ 100 მეტრში მაგას ვიძახი. თქვათ გამოდიოდი, შედიოდი ამ პარკში, შეგეძლო სეირნობა და მე ეს მაშინ თავის დროზე ესე ავხსენე რომ ეტყობა ყველა მიცის რომ სამეცნიერო დარგში ცოტა ფული იდება. მაგრამ რაღაცაერთ მაშინ გიკომპენსირებ მაგას აი ამით რომ აი ესეთ პირობებში ხარ, აი ამ პარკში ხარ, ამ პარკთან ახლოს ხარ, პატივს გცემ, ცალკე კამპუსი გაქვს, რაღაც მოხერხებულ ადგილას ხარ, ისე არა რომ რავი, აი ოღონდ რავი, შენ მეცნიერი ხარ, ფულს არ გიხდი, აი კიდე მიგჩურთავ სადმე მრავალსართულიანი შენობის მეოთხე სართულის პატარა რაღაც კუთხეში, რავი, პანჯარას ორს მოგცემ 8-ზე თქვა, 8 ოთახზე. ეგეთ რაღაცა იქ არ ხდებოდა და იმდენად დამწკუნა მაშინ ამან, რომ ვფიქრობდი, რომ რამდენად განსხვავდება იმ დროინდელი TSU-ში როგორ გვიყურებდნენ ფიზიკოსებს და საერთოდ იმდენ ხელისუფლება როგორ იყურებდა ჯერ სამინისტრო დაწყებული და მე TSU-შიც რა იყო, ანუ ფურცელს ვერ იპოვიდი, ახლა შეიცვალა ბევრი რაღაცა, ახლა უკვე აქვს პრინტერები საბედნიეროდ, მაგრამ ეს პრინტერებიც, ანუ ვინც არ იცის, პრინტერის კარტრიჯი უნდა დატენოს, სადღაც უნდა წაიღონ ეს ცენტრალურად რაღაც კაბინეტში და იქ იტენება და მერე გიგზავნიან უკან, ანუ რაღაცა ისეთი ბიუროკრატიული ნაწილები არის, რომელიც ცოტა გამაღიზიანებელი არის, იმიტომ რომ რავი, რა გახდა ეს კარტრიჯი ეგეთ პრობლემად, ხო ვთქვათ. ახლა ნელ-ნელა მოგვარდა ეს, თითქოს დაალაგდა და უცბად კიდე დაშლიან ყველაფერს. ახლა მე არ მესმის მაგალითად ფიზიკის დიდი აუდიტორია არის TSU-ში მეორე კორპუსში. როგორ შეიძლება კონდეს ეს ისტორიულად ფიზიკის დიდი აუდიტორია და თქვა რომ იცი რა, ეს კორპუსი არ არეტამბელურია ფიზიკოსებისთვის, მოდი იურისტებს გადავცენ და ფიზიკოსები გადადით ყველანი GPI-ში. როცა რეპუტაცია GPI-ს და TSU-ში შეუდარებელი იყო 90-იანებში და ეხლა უკვე თქვათ ილიას უნივერსიტეტიც დაემატა რეპუტაციულად თქვათ თანაბარდონეზეა თითქმის ეს უნივერსიტეტები და რა, ანუ ეხლა რატომ უნდა გადავხაზო და ყველაფერი რატომ უნდა გადავიდეს იქ? იმიტომ რომ ვიღაცას ეგრე მოუნდა ერთ კონკრეტულ ადამიანს რაღაც თავისი ამბიციების ან სრულების გამო, ეგ ძალიან ცუდი პრეცედენტია მე მგონი, იმიტომ რომ ეს გვიქმნის იმ პრეცედენტს რომ თუ შეცდი ერთი თუ 1000 ხარ და იქიდან რაღაც 5 შეცდა, 20 შეცდა, 30, 10 მაინც სწორ გზაზე თუ დგას, რაღაცნაირად გადარჩება სიტუაცია, ის 10 გადარჩება და მე გაავცელებს ამ რაღაც სოდნას უკან.
მაგრამ თუ ერთი კაცი წყვეტს ყველაფერს, ის ერთი თუ შეცდება, არაფერი არ დარჩება, ქვაქვაზე არ დარჩება ჩვენი განათლების რეფორმიდან და თუ შეცდი ეს ძილობის გამო თქვი, თორე ნამდვილად ვიცი, რომ ეს რეფორმა, აი, ყველანაირი გამოცდილება ჩემი რაც მაქვს, ამბობს, რომ ეს რეფორმა იმ მასშტაბით და იმ გზებით თუ განხორციელდა, რაც დაანონსებულია ახლა და რაც ინტერვიუებში გვესმის. მეცნიერებისგან კი არა, საქართველოს განათლების სისტემიდან არაფერი არ დარჩება და წლები და აწლეულები დაჭირდება, რომ იმ დონეზე დაბრუნდეთ, სადაც ახლა ვართ. მე უბრალოდ ძალიან მაშფოთებს რა. რაღაც საკითხები იყო, მაგალითად ნახე, პირველი პუნქტი არის ესეთი უმაღლესი განათლების სისტემის ჭარბი გეოგრაფიული კონცენტრაცია, რაც ესეთი თემა არის და რო არ ღირს დრო რო დახარჯო ამაზე, მაგრამ ჩვენ გვეხება და როგორ არ უნდა დახარჯოთ, რომ ჯერ ერთი ჭარბი კონცენტრაცია, რა ვიცი, კარგი თქვა უნივერსიტეტი ეს რაღაც 5 სართულიანი კორპუსი, აი ამის ადგილას რო შენ რაღაც ცენტრებს ააშენებ, ბიზნეს ცენტრებს, საცხოვრებელ კორპუსებს, ეს კონცენტრაციას როგორ შეცვლის? მე ამავე ჭარბი გეოგრაფიული კონცენტრაცია იგულისხმება, რომ ერთ ადგილას არის ბევრი ერთნაირი უნივერსიტეტი, ხო? ანუ მაგას არ ვიცი რა იგულისხმება. მე ვისაც რა უნდა ალბათ ის უნდა იგულისხმოს, იმიტომ რომ ეს ხო განმარტებული არ არის. ხო და იგულისხმება ალბათ რომ ბევრი უნივერსიტეტი, ამიტომ ერთი უნივერსიტეტის მაგალითად ბიზნეს ცენტრი თუ იქნება, ნაკლები უნივერსიტეტი იქნება და პრობლემა მოგვარდება. გასაგებია, მაგრამ ხო ხალხი ხო უნდა მოგროვდეს ის სტუდენტები დაუშვათ თუ კარგი უნივერსიტეტს გააკეთებ ქუთაისში, მე ისე თბილისში უნდა ჩამოვიდეს, იმიტომ რომ ბიზნეს ცენტრებს აქ აშენებს შენ, სხვაგან არა გაქვს სამსახურები რა. ხო, ეგეც არის. საწავო ეს ხა, ეს ერთი. მე არის აი ამავე პუნქტში არის ესეთი საინტერესო რაღაცა, რომ უნდა გაძლიერდეს მხარდაჭერა სახელოვნებო, სასპორტო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და საქართველოს საპატრიარქოს სასულიერო დაწესებულებებში. აქ არის ლაპარაკი, რომ ესენი უნდა გადავიტანოთ სადმე, ან ეს ჭარბად არის. არა, აქ საუბარი იმაზე, რომ უნდა გაძლიერდეს მხარდაჭერა. აი რა შუაშია დეკონცენტრაციასთან საქართველოს საპატრიარქოს სასულიერო სემინარიების გაძლიერება მაგალითად. იქ არ სწავლობენ სტუდენტები და ამ სემინარიებში მანქანებით არ მოძრაობენ თუ რა შესაძლოა. ანუ ეს რა შუაში არის ამ პუნქტში მე არ მესმის. შეჩადებულია. ხო, ოკეი. გაქვს ეს რა? ხო, ნანახი მაქვს, მაგრამ ესეთი ეს სადღეგრძელოს დოკუმენტი გავს უფრო, ანუ ყველაფერი ჩაწერეს, რაც უნდა და არაფერი კონკრეტიკა არ წერია. ანუ ჩემთვის ეგ დოკუმენტი მაგიტომ ძალიან რთულია და თან ყველაფერზე წერია, რომ გამონაკვისებსაც დაუშვებთ. და პლუს აი მოდით ეს რაღაცა თქვა. ის რომ სპორტში ახლა დიდი თანხა იდება და მხარდაჭერილია მაქსიმალურად, აი სპორტით ნახსენები რო იყო. ოლიმპიურ ჩემპიონს მილიონს აძლევ. საერთაშორისო რომელიმე კონკურსის გამარჯვებულს სამეცნიეროში, ხო? აქ ყავს ეგეთი გამარჯვებულები, ეგეთ გამოცხადებული ვარს, რამდენიმე მეცნიერი ყავს, რომელიც თქვა, ახლა შევიდა მსოფლიო მეცნიერების 4000-ულში, თქვა 10 წლების მიღწევაში, მიიღოს ჯილდოები. აი რა პრიზი გასცა სახელმწიფო მაგაზე. არაფერი. სტუდენტებზე რომელზეც მოდის, ლეპტოპი შეიძლება მისცეს. კარგი, მე შეკითხვას შეგიბრუნებ. რამდენი წარმატებული მეცნიერი, ან რამდენი წარმატებული მასწავლებელი იცი პარლამენტში? ეხლა არ ვიცი არც ერთი. სამაგიეროდ ბევრი სპორტსმენი ყავს. ბევრი სპორტსმენი ყავს. ესე იგი ჭირდებათ სპორტსმენები. იქ. ესე იგი იყენებენ სპორტსმენებს პარლამენტში და ამიტომ აძლევენ ფულს, ხო? მარტივი ახსნა არ ხო? რიტორიკული შეკითხვა იყო იქ, ხო, მაგრამ დამაბრუნეთ მიწაზე. ხო, აი კიდე რაზე მინდოდა, ესე იგი რესურსების ირაციონალური გამოყენება და უნივერსიტეტის სწავლების ხარისხის უთანაბრობაზე და კიდე რამდენიმე ის არის რამდენიმე პუნქტია, რომელიც რეალურად ერთმანეთს კვეთს რა. ჩვენ მქონდა ესეთი სიტუაცია ადრე ძველ დროში კომუნისტების დროს მე ვიცი ეგ სისტემა, იმიტომ რომ მე 2000 ვარდების რევოლუციამდე რეალურად ერთ და იგივე სისტემა მუშაობდა რა. ნახე როგორ რაღაცა იყო, აი იყო სამეცნიერო ინსტიტუტი, ამ სამეცნიერო ინსტიტუტში იყვნენ დასაქმებული თქვა მეცნიერები, ზოგი კარგი, ზოგი ცუდი, მთელი გრადაცია იყო, მაგრამ ჩვენს ინსტიტუტში მაგალითად რა სიტუაცია იყო. როდესაც ადამიანი ერთი კონკრეტული სპეციალობით მუშაობდა, სანამ ეს მკვლევარი მეცნიერი ცოცხალი იყო, იმ მიმართულებას სხვა ხელს არ კიდევდა. იმიტომ რომ აქ იყო დარგობრივი კონკურენცია, ანუ თუ შენ ჩემ ადგილას მუშაობ, ესე იგი შენ ჩემი კონკურენტი ხარ რა, ან შენ უნდა იყო, ან მე. ამიტომ იყო ძალიან დივერსიფიცირებული მიმართულება. მაგალითად, თუ 150 კაცი მუშაობდა ზოოლოგიის ინსტიტუტში, 150-ს თითქმის განსხვავებული სპეციალობა და მიმართულება. ერთმანეთს დაეტაკონ, ხო? მე ამისი მახინჯი გაგრძელება იყო დანგრეული 90-იანი წლები და 2010-იანების დასაწყისი, როდესაც ამ ადამიანების დიდმა ნაწილმა უბრალოდ ფინანსური რესურსების უკიდურესი მწირის გამო ვერ გადარჩენ ინსტიტუტში, მაგრამ ვინც გადარჩენ, ისინი ესე იგი ისეთი სტილით აგრძელებდნენ არსებობას, მაგრამ უარსებობდნენ ახალი თაობის მიღებაზე, იმიტომ რომ ახალ თაობაში ხედავდნენ კონკურენტებს რა. თუ მოვა ვიღაც ახალი, რომელიც ჩემზე უკეთ იცის, რა ვიცი, ენა, კომპიუტერი რაღაცა, ის ცხადია ჩამანაცვლებს. ანუ
მიუხედავად იმისა, რომ დასავლურ კულტურაში, სამეცნიერო კულტურაში პირიქით ერთ მიმართულებაში რაც მეტი ადამიანი მუშაობს, მით უფრო სწრაფად ვითარდება და ყველას მეტი რესურსი აქვს. მიუხედავად ამისი ცოდნისა, ჩვენთან დღემდე ვერ ჩაჯდა ეს ჩვენი სამეცნიერო საზოგადოების ცნობიერებაში და განსაკუთრებით ეს ეხება ასაკობრივ მაღალ ასაკობრივ ჯგუფს. ამისი იდეალური მაგალითია საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, სადაც ჩვენ გვყავს ეს არ არის ტიპიური სამეცნიერო დაწესებულება, მაგრამ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსების დიდი ნაწილი როგორც აკადემიკოსი ხდება არა მათი სამეცნიერო წარმატების გამო, არამედ რაღაცა კონკრეტული მიზეზების გამო, რომელიც არის უფრო პერსონალური. მაგალითად არის ვიღაც ნათესავი. ან არის თქვათ რაღაც დამსახურება აქვს პერსონალური და ასე შემდეგ. ამისი სახელების და გვარების შეიძლება ამის ჩამოთვლა, ხო? მაგალითად ჩვენ გვახსოვს როგორ პირდებოდა როინმე ტრეველი, ხო? ირაკლი ღარიბაშვილის აკადემიკოს სტატუსის მიცემას, იმიტომ რომ ვიღაცამ დაურეკა სამდივნოდან, ხო? აი ესეთი მარტივი სქემა. ეს ლოგიკა, რომ ესე იგი კონკურენცია ახალგაზრდებსა და ძველებს შორის, ანუ ძველ შემდგარ კვლევარებს შორის არსებობს ეს ცნება არის დამღუპველი და ამისკენ მიდის ისევ ჩვენი ეს ახალი რეფორმა თუ განხორციელდა რატო? იმიტომ რომ გვეუბნებიან ესეთ რაღაცას, რომ იცით რა, მე გავაკეთებ რაღაც ახალ მიმართულებას, ახალ ფაკულტეტს, რადგან რესურსები გაფანტული არის, ამას ერთ ადგილას მოუყრი თავს, იქ იქნება ერთი პროფესორი, იქნება რამდენიმე ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ კვლევარი. საქართველოს პრაქტიკა გვეუბნება, რომ აქ თქვათ პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის ადგილას კონკურსით ვერ მოხდება არჩევა პირის. აუცილებლად ეს იქნება ზემოდან მართული პროცესი და შერჩეული იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ლოიალურები იქნებიან შემრჩევების მიმართ, ხო? ანუ ჩვენ დაუბრუნდებით და შემდგომ რა თქმა უნდა ისინი ბოლომდე დაიხარჯებიან და ბოლომდე იბრძოლებენ იმის, რომ შეინარჩუნონ პოზიცია, შეინარჩუნონ ადგილი, შეინარჩუნონ სისტემა და ასე შემდეგ. ანუ ესე იგი ეს იქნება ნაბიჯი უბსკულიდან საიდანაც ვეღარ ამოვალთ. შეიძლება ვერასოდეს ვერ წამოვიდეთ. იმიტომ ესეთი რამე. აი ესე იგი რეალურად არსებობა ბევრი ფაკულტეტის ან დუბლირებაზე როცა იყოს საუბარი, არსებობა ბევრი ცენტრის ერთ და იგივე დარგში. ეს ცუდი არ არის, ეს არის კარგი, ეს არის კონკურენციის შექმნის საფუძველი და თუ მაგალითად რამდენიმე ინსტიტუტი იქნება, რომელიც ერთ და იგივე დარგზე მუშაობს, თუ ისინი ვერ იქნებიან, რომელიმე მათგანი ვერ იქნება კონკურენციაში კონკურენტუნარიანი, ვერ გადარჩება, ის თავისთავად მოხდება მისი ელიმინაცია ხო ამ სისტემიდან. ხელოვნურად ამაში ჩარევა ნებისმიერ შემთხვევაში, გარდა კონკურენტული გარემოს შექმნისა, გამოიწვევს ამ სისტემის უფრო მახინჯ ფორმაში გარდაქმნას და შეიძლება სულ რღვევასაც. ხო, ანუ რაღაცნაირად ეს ტრადიციულად შეიძლება განათლების გამოც არის, რაც სკოლაში როგორც გასწავლიან ან რა აზრიც გამოგაქვს, რაღაცნაირად ესეთი მითი არის, რომ აი დიქტატორი, აი სტალინი ძალიან ეფექტური არის ომში თქვა და აი იმის გამო მე გადასვლა გაქვს ესეთი, რომ იმის გამო ეფექტური, რომ ეგეთი დიქტატორია. და მე ამბობ, რომ ოკეი, ესე იგი ყველა ვინც დიქტატორი არ არის ეფექტური. მაგრამ ეგ ჯერ ერთი ბევრი საეჭვო საკითხი არის, ამ სამივე გადასვლაშიც ლოგიკურად არ გადაებმება. ცალკე პუნქტებში შეიძლება იდავო ეგ ვინ არის უფრო ეფექტური და რის ფასად არის ეს ეფექტური, მაგრამ ეგეთ რეფორმას განახორციელებს მარტო ძალიან ამპარტავანი ადამიანი ეს პიროვნულად, რომელსაც ჯერა რომ მაგის განხორციელება შეუძლია. ან მეორე, რომელსაც აბსოლუტურად არ აღწევს რა შედეგს მიიღებს. იმიტომ რომ სხვანაირად თუ საჭუაზე არის კიდე ახლა თუ იმ რესტორანებს არ გამიხილავთ, მოდით რომელშიც ვერ ანუ შეურაცხადი აკეთებს რეფორმას, ხო? თქვათ საღგონებაზე აკეთებს ადამიანი. ერთ პიროვნულად, როცა წვეთ ABET განათლების ისე რომ კომისიაში რომელსაც წვეთ განათლების სპეციალისტები საერთოდ არ აკავს, ანუ მარტო პოლიტიკური ნიშნით შერჩეული ადამიანები არიან, ახლა კახიკალაძე რაც უნდა კაი ფეხბურთელი იყო, სულ რომ პელეს დონის ფეხბურთელი ყოფილიყო თავის დროზე. განათლების რეფორმაში ეს რაში გამოგადგება, ანუ პენდის დარტყმით ამუშავებ მიკროსკოპს თუ რითი თუ ავტოგოლით, ანუ ხო არ არის ცხადი და ამიტომ არ არის ცხადი რა პირიქით ცხადია ეგ და ესე რო აკეთებ ამ რეფორმას, ესე იგი უკვე ეჭვი გიჩნდება რომ ადეკვატური გადაწყვეტილებები მიიღე. მაგრამ თუ არ გიჩნდება ეგ ეჭვი, ესეც მეტყველებს შენ ადეკვატურობაზე, რომ ამდენად დარწმუნებული ხარ შენ თავში, რომ აი ესეთ ნაბიჯს დგავ, არავის არ ეკითხები ყველას ჯინაზე, მაგრამ
ჩვენ ვიცით უამრავი მაგალითი, როცა ზედმეტად დარწმუნებული ადამიანები ზუსტად იმიტომ იღუპებდნენ და ღუპავდნენ სხვებს, რომ ზედმეტად დარწმუნებულები იყვნენ თავის თავში. აი მაგალითად ყველაზე კარგი მაგალითია, თქვათ, გერმანიის შეტევა რუსეთზე თავის დროზე, როცა აი რაღაც ან რუსეთის შეტევა ახლა უკრაინაზე 3 დღეში იღებდნენ. ისინიც 2 თვეში იღებდნენ რუსეთს, ესენიც 3 დღეში იღებდნენ კიევს, მაქსიმუმ 2 კვირაში. ასე შემდეგ, ანუ ამერიკელები 300 მილიარდს უტოვებდნენ, თქვათ, ავღანელებს რო აგერ დაიცავთ თავს და 3 დღეში წააგეს იმათმა. ანუ ისაა ეს თავდაჯერებულობა არ ამართლებს როგორც წესი და რატომ გვაქვს იმედი რომ ხო თან საუბარი როცა არის განათლების სისტემაზე, სადაც ჩვენ უამრავი გამოცდილება უნდა გაიზიარო, უამრავი მოდელები უნდა მოარგო და ოპტიმიზაცია გაუკეთო შერეალობაზე, ხო? თან დარგებში რომელშიც შენ არ გესმის პირადად. ანუ პრობლემა ეგ არის, რომ განათლება ახლა ფიზიკაში არ ვიცი, ვის როგორი ამბიცია განათლების სამინისტროში ან სხვაგან. მე ჩემ დარგში 2-3 ადამიანს ვცემ პატივს და არც ერთი არ მუშაობს განათლების სამინისტროში ან პოლიტიკურ საბჭოში არც ერთი არ არის ვინმესთან. და ეს ადამიანები მარტო ამ ადამიანებისგან ვიცი, რომ ადეკვატურ საზომს გავიგებ, იმათანაც ყოველთვის არის რაღაც იდეები, რომელზეც მარტო მუშაობ და ერთ-ორ ადამიანს ესმის საერთოდ დარგში. აი მაგალითად ახლა გრანტი, რომელიც შეგვაქვს ჩვენ იქიდან პასუხები მოდის რადიკალურად განსხვავებული. ერთი ხვდება თქვა რაღაცას და გვიწევს რომ კარგია და გვიწევს 45 ქულას, მეორე ამბობს რომ არა მაგას ვერ გააკეთებენ 35 წერს. აი რანაირად გადაწყვეტს ახლა სამინისტროდან ვიღაცა, ვერავინ ვერ გადაწყვეტს და ამიტომ მე პირადად არასდროს არ მივიღებდი ამას სერიოზულად ვიღაცამ რომ მასწავლოს როგორ უნდა ვიმუშაო ჩემ დარგში. რაღაცა რატომ დავიჯერო შენი ავტორიტეტის, რა ვიცი, მაჩვენე კარგი კვლევა შენი, ისე კი არა რომ მე ვიცი როგორ ვატარო კვლევა და ახლა გასწავლე. აი ესე მთვრალი მამის ვარიანტი არის რომ მოვა და აი არასწორად აკეთებ რაღაცას, აი ესე უნდა იცეკვო ბალეტი. კი ბატონო, კარგია, მაგრამ მოდი და იცეკვე, მაშინ გეთესად და მე დავიჯერებ რომ რაღაცა გესმის მაგაში და ეგ არის ზუსტად იმ აკადემიური კომპონენტის ერთ-ერთი ნაწილი, თავისუფლად რატომ უნდა იყოს, ხო? ხო, კი ბატონო, ჩვენ მაგალითად რაღაც იერარქია გვაქვს უნივერსიტეტშიც და ინსტიტუტშიც, ხო, რაღაც კვლევითი მიმართულებები გვაქვს, ამ მიმართულებაზე არის უფროსი მეცნიერი მკვლევარი და შეიძლება რაღაც მიმართულებასაც აძლევდეს ნაწილობრივ მაინც მის ქვემოთ მყოფს და ასე შემდეგ. ეს გასაგები არის, მაგრამ როცა საუბარია ინსტიტუციაზე და ინსტიტუციის აკადემიურ რაღაც თავისუფლებაში ერევიან გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს ვიღაცამ ზემოთ მთავრობაში, რომელთაც შეხება არ აქვს ამ დარგთან და ეს ნიშნავს, რომ ესე იგი საერთოდ შემთხვევითი პროცესები შეიძლება განვითარდეს. სრულიად არაპროგნოზირებადი. ჩვენ არაპროგნოზირებელი. და დიდი ალბათობით განათლების სისტემაში ასეთ გაუაზრებელ ნაბიჯებს მოყვება ნგრევა ვიდრე შენება. ყველაზე საინტერესო ჩემთვის ნიშანდობლივი ისე რომ განათლების სამინისტროდან ანუ მაგათაც ყავთ ექსპერტების ჯგუფები. ისინიც კი ჩართულები არ არიან. ისინიც კი არაფერ განცხადებას არ აკეთებენ და როგორც წესი ვიცით რომ პროსამთავრობო განცხადებები რო ყოფილიყო აუცილებლად ტირაჟირდებოდა და აუცილებლად გააჟღერებდნენ, მაგრამ ეთქობა ვერ აჟღერებენ ისინიც კი. რამოდენიმე კაცი აკადემიაშიც კი ვერ ამბობს, რომ ეს კარგი რეფორმაა და გასაკეთებელია. ანუ ვერავინ ვერ ამბობს 1-2 ადამიანის გარდა და ეგ თავისთავად ძალიან ცუდის მომასწავლებელი ნიშანია. ნახოთ პრინციპში რამდენად ესე იგი შეიძლება ეს უბრალოდ არ ვიცი, მეგონი აი რამდენად მოსინჯო შეიძლება იყოს მოსინჯო უბრალოდ რა, თქვა ახალი რეფორმას როგორ რამდენად, იმიტომ რომ ჩემთვის აი ეს ყველა კომპონენტი ერთბაშად რაღაცა კატასტროფის შეგრძნებას მიტოვებს, აი დამანგრეველი შეიძლება იყოს მთელი სამეცნიერო სისტემისთვის. ისევე როგორც განათლებისთვის, მით უმეტეს სწავლე. აი ხა სწავლის 3-1-ზე, თქვა სამაგისტრო, საბაკალავრო პროგრამის 3+1, ანუ 3 წელი ბაკალავრიატი + 1 წელი მაგისტრატურა მაგიგულცხო. კარგი, რა თქმა უნდა, ამასაც არ აქვს ბექგრაუნდი, ანუ არაფერი გაუკეთებიათ ამის კვლევისთვის, რამდენად საჭიროა, რამდენად უკეთესი შეიძლება იყოს ანას შემდეგ, მაგრამ რაც 100%-ით ეხლა შეგვიძლია თქვა არის ის, რომ თუ ამ სისტემაზე გადადიხარ, ეს იწვევს რას? ესე იგი კადრების და სალექციო საათების რაოდენობის შეზღუდვას, ხო? თან იმ ფონზე, როცა შენ ფაკულტეტების და უნივერსიტეტების რაოდენობას ავიწროებ. ესე იგი, რეალურად შენ ხელთ არსებული სამეცნიერო სამასწავლებლო კადრების შემცირებას იწვევ. ანუ უამრავი ადამიანი აუცილებლად დარჩება სამსახურის გარეშე. და როგორ ფიქრობთ ახლა, ესე იგი, უნივერსიტეტის პროფესორმა, რომელიც ახლა თქვა დაკავებულია ლექციების კითხვით, რა უნდა აკეთოს
თქვათ შენ თუ ამის კეთების საშუალებას არ მისცემ. მე ვიტყვი, მე მაგ პრობლემას არ ხედავ, რომ აი სამსახურის გარეშე დავჩები მაგ პრობლემას საერთოდ არ ამაქვს ჩემთვის მაგით არ დგას. შეიძლება პირადი ის არის, არ ვიცი. მე უფრო ის მაიღელებს, რომ მე განათლების სისტემაში იმიტომ ვჩებოდი, რომ ეს თავისუფლება მქონდა და მეგონა რომ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს ვაკეთებ. მე როგორც კი ეხლა უკვე მიქრება, სულ უფრო და უფრო მიქრება ის შეგრძნება, რომ მე რაღაც უბრალოდ ისეთ რაღაცს ვაკეთებ, რაც საზოგადოებაში ფასდება. ანუ მე ფულზე ლაპარაკი აღარ არის აქ უკვე. მართლა არ არის, არასდროს არ იყო აკადემიაში არ რჩება ადამიანი ფულის გამო. რჩება რაღაც პირადი კომფორტის გამო, იმიტომ რომ მეტი თავისუფლება აქვს, მეტი თავისუფალი დრო აქვს, ნაკლებს უხდიან ვიდრე ბიზნესში, მაგრამ აი უფრო საჭიროდ გზნობს საზოგადოებისთვის თავს. მე ეგ მოტივაცია მგონია უფრო სწორია პროფესორებში, მეცნიერებში, მკვლევარებში, ახალგაზრდა მკვლევარებში განსაკუთრებით, რომ სასარგებლო კაცობრიობისთვის მნიშვნელოვან რაღაცას ვდებ. ისეთ რაღაცას ვიკვლევ, რაც არავის არ გამოუკლევია, ანუ ისეთი პასუხები მაქვს, კაცის შვილს რო არ ქონდა ჩემამდე. ხო და თუ ამის კეთების საშუალება არ გეძლევა, მე რას აკეთებ? მე წავალ, მაგრამ მე არ დავჩები, არ არის საქმე მაგაში არის, მაგი არ არის, მე მგონი მნიშვნელოვანი პასუხი ისე თითქოს იმის ბედი მაღავს. ეს კონკრეტულად ადამიანის სავარაუდოდ უფრო არ დაიკარგება, მაგრამ ამ სისტემაში არ დარჩება, უფრო მაგას ხედავ. მე თუ მაიძულებენ რომ წადი იქ ასწავლე ისე როგორც მინდა, ის აკეთე რაც მე მინდა, ეტყვი რომ იცი რა, ძალიან მიყვარს ეგ მეცნიერება, მაგრამ სანამ ეს მეცნიერებაა და ეგრე თუ გინდა იმბრძანებლო, უბრძანე სხვებს და მე მგონია რომ კარგები აღარ დარჩება ამ სისტემაში, ზუსტად ეგ უფრო მაღელვებს, რომ ისინი წავლენ. სწორედ მაგას ეხმიანება ეს რესურსების არარაციონალი, ანუ ჩვენ რეალურად მაგითკენ მივდივართ, რომ რესურსები არარაციონალურად უნდა გამოიყენოთ. გვაქვს რაღაც სამეცნიერო პოტენციალი, სამასწავლებლო პოტენციალი და ამის უკვე გაფლანგვაზე მივდივართ. ამაზეა საუბარი რა. აი ბევრი ახალგაზრდა მაგალითად ვისთანაც მაქვს საუბარი, რომ აი თუ ესე მოხდება, აი მე წავალ, ანუ ბევრ საკში შეიძლება წავიდეს, სურვილიც აქვს რომ წავიდეს. ანუ ჩვენ ისევ კადრების გადინებაზე გვაქვს პრობლემა. ჩვენ ისევ გვაქვს იმისი საფრთხე, რომ თქვათ ადამიანები, რომლებმაც წლები იმუშავეს, რაღაც კვალიფიკაცია მიიღეს სწავლებაში, ისევ ტაქსზე გადაჯდნენ დაუშვათ როგორც იყო და მე ეტყვი რომ ანუ რესურსები უნდა გავფლანგოთ ისე. არა, მაგას თავიდანვე, მაგრამ აი თქვათ ტაქსზე გადაჯდნენ. მაგრამ ეს ადამიანები ხო განათლებაში იყვნენ ჩართულები და ასწავლიდნენ სხვებს. ეს ტაქსზე გადაჯდომა იმდენად პრობლემა არ იქნებოდა, რომ ვის მოიყვან მათ ადგილას, ვინ მოუვლა ამ ადგილზე მოვლენ, ან არავინ არ იქნება, ან იქნება ადამიანი, რომელიც დაგთანხმა და თავისუფალი ადამიანი არასდროს დაგთანხდება ეგეთ არა კეთილსინდისიერ პირობებში. ჩვენ ახლა ერთ და იგივე რაღაცაზე ვლაპარაკობთ, თუმცა სხვადასხვა ასპექტს განვიხილავ. შენ ამბობ, რომ კი ბატონო, ეს არის ერთის მხრივ აკადემიური თავისუფლების და ზოგადად ამ სისტემის მოშლა, როცა შენი ინტერესის რაღაცების გამო ხარ აქა და მე კი არ დავიკარგები, მე შემიძლია სხვაგან წავიდე, სხვა სამსახური მოვძებნო და ასე შემდეგ. ეს არ არის პრობლემა, რა თქმა უნდა. ეს არის სისტემის დამახინჯება ერთის მხრივ, მაგრამ როცა ლაპარაკია რესურსების ირაციონალურ გამოყენებაზე, მე მაქვს რესურსი და ამ რესურსებს უფლანგავ. ესე იგი ირაციონალურად ვიყენებ რის ხარჯზე, რის გამო რომ თქვა ბიუჯეტში დავზოგო რამდენიმე მილიონი ლარი, ეს არის ჩვენი мотиваცია. ანუ ჩვენის მილიონი ლარები ბიუჯეტში გვჭირდება განათლების ასამაღლებლად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ეკონომიკის ზრდისთვის და ასე შემდეგ, ხო? ანუ თუ მე ამაში არ ვდებ ფულს, მაშინ რაში ვდებ ფულს რა? ეს არის რა. ხო, შეიძლება, ხო, ალბათ ეგრევე. ხო, მე ამას უფრო ისე უყურებ, რომ ხო, ანუ სტუდენტებს მოაკლებათ კვალიფიცირებული კადრი. რა თქმა უნდა. და საზოგადოებას მოაკლდება კვალიფიცირებული კადრი და უბრალოდ გონია რომ ხალხმა შეიძლება აი ესეთ ინტერპრეტაციაში როგორც წინაზე იყო, გაიგოს ეს თითქოს ჩვენ ვიცავთ ჩვენ ხელფასებს. ან ჩვენ ვიცავთ ჩვენ პოზიციებს. ეს ამასთან კავშირია ხელფასების გამო არ არის აქ ომი და ისა და ხო, ანუ არ ვიცი ვის რაღაცა ის აქვს, აქვე 10000 ლარს არავინ არ იღებდა აქ. რა თქმა უნდა. 5000-საც ძალიან ცოტა იღებს. ძალიან ცოტა ისე. ანუ მე მუშაობდი რამოდენიმე ადგილას იმისთვის რომ აი რაღაც ადეკვატურ ხელფასზე გავიო. ნორმალური ხელფასი. მაგრამ ეს ხელფასის გაუფასურდა, კი ეკონომიკა დუხსო და ბევრი ფული გვაქვს, მაგრამ რა ვიცი, განათლების ბიუჯეტი შეკვეცეს, ხარჯების ოპტიმიზაცია გვჭირდებაო, შენობები უნდა გავყიდოთო და მაშინ სად ხო, ის ხარჯზე და პლუს შიდა ინფლაცია, ანუ გაიზარდა, ანუ ის პირველივე დღეებში პარლამენტმა რომ ხელფასი გაიორმაგა, ეგ იმიტომ კი არ მოხდა, რომ ეკონომიკა დუხს, ეგ იმიტომ მოხდა, რომ იციან მშვენივრად, რომ ის შესყიდვის უნარიანობა იმ ლარს აღარ აქვს, რაც ადრე ქონდა, ამიტომ ჩათვალეს რომ სამართლიანი იქნება თუ გაიორმაგებენ ხელფასს, მაგრამ ჩვენთან აკადემიაში ეგ არ მომხდარა, ჩვენ ისე იმძველ ხელფასებზე ვიყავით და არც სხვა დარგებში არ მომხდარა ეგ. ისე რა საინტერესო სიტუაცია არის გახსოვს, ადრე იყო ესეთი რა ქამრების შემოჭერის პოლიტიკა, როცა მთავრობის წარმომადგენლებს უნდა შემოეჭირათ პოლიტიკის ქამრები, რა მხრივ რომ ესე იგი ნაკლები საწვავი დაეხარჯათ, ნაკლები მანქანები იყიდათ,
საპარლამენტო რაღაცა ცხოვრება უფრო იაფი დამჯდარი იყო და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში მივედით იქამდე, რომ მთავრობაში კამრების შემოჭერა ამოვიდა დღის წესრიგიდან, გამოვარდა და განათლების სისტემაში და მეცნიერებაში დაიწყეს კამრების შემოჭერაზე საუბარი. ანუ ბიუჯეტის შეზღუდვა, რაღაცა საუბარი არის ამ რეფორმაში, რომ აი პროფესორის ხელფასი უნდა იყოს ბევრად მეტი. ოღონდ ლაპარაკია იმაზე, რომ ეს უნდა იყოს პროფესორების რაოდენობის შეზღუდვის ხარჯზე. ანუ თუ დღეს ყავს 10 პროფესორი, მე გვეყოლება 1 და იმ 10-ის ხელფასი ექნება იმას, ან 7-ის რა. და ისეთი პროფესორები უნდა იყოს, როგორც პარლამენტში პარლამენტარები არიან, როცა ერთხმიანად ერთ ხმაში დააჭერენ, ანუ ერთ ხმაში დაუჭერენ ნებისმიერ ბრძანებას ხელს და ეგ წესით პირიქით ეს ცუდია. ანუ ეგ არც ერთ არ ვიცი, მე არავის არ ავიყვან არასდროს კოლეგათაც კი სტატიასაც არ დავწერ ადამიანთან, რომელიც ყველაფერში მეთანხმება. ახლა კოლეგასთან რომელთანაც წერ, ყოველწლიანდადებაზე ვეჩხუბებოდით ერთმანეთს, რომ მივიდეთ იქამდე და აი მართლა მეც მჯერა და იმასაც ჯერა, დარწმუნებული ვარ, რომ ხან მე ვიყავი მართალი, ხან ის იყო მართალი და სტატია რომელიც შედგა, ყველა წლიანდადება ესეთი აი ორი ცალცაკე ვერცერთი ვერ დავწერდით, მაგრამ ორივემ დავწერეთ უფრო კარგად ვიდრე მარტო რომ დაგვეწერა ეს და არ ვიცი რანაირად იმუშავებს და არ მუშაობს ეს სახელმწიფო ხედავთ და სულ უფრო და უფრო უარესად იმუშავებს და ეს თუ მოხდება უბრალოდ მომავალი 10 წლით ყველა თაობას გადაეხაზება ხაზი, იმიტომ რომ შენ ახლა რომ შეკავს სკოლაში რეფორმა ის მომავალი 10 წელი ამ სკოლაში ისწავლის და კიდე 5 ან 15 წლიანი რაღაც შუალედები იქნება, რომელშიც კაცი აბსოლუტურად დაბნეული იქნება და არ იცოდება სად მიდის. და პასუხისმგებლობით არავინ არ ეკიდება მაგ საკითხს, საერთოდ კიდე საოცრება. არ ვიცი, უფრო გულის ტკივილში გადავედი, ვიდრე ადეკვატურ საუბარში ახლა, მაგრამ მაპატია. რამე კიდე თუ არის საკითხი. სხვა გზა არც გვაქვს, იმიტომ რომ ადეკვატური და რაღაც ინფორმირებული საუბრისთვის საკმარისი არც ინფორმაცია გვაქვს, არც შესაძლებლობა გვაქვს, იმიტომ რომ რაღაც ყველაფერი რაღაცნაირად დამალული არის, ხო? აი რო გინდოდეს გაიგო კონკრეტულად რა იგულისხმება ამ თუ იმ საკითხის უკან, არსად ამაზე არავინ არ საუბრებს, ხო? უბრალოდ აი იქნება რეფორმა, ეს აუცილებლად განხორციელდება. რა განხორციელდება, როგორ განხორციელდება? ანუ რეფორმას როდესაც აკეთებ, ჩემთან დაკავშირებით, ან უნივერსიტეტთან დაკავშირებით, ეს უნივერსიტეტი უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში, აუცილებლად. მოდი არ იყოს ჩართული ამ პროცესში. აი მოდი თქვათ, ძალიან კარგი რეფორმა გააკეთე. სანამ იწყებ განხორციელებას, წინასწარ რომ ნაბიჯებს გაქვს, ჯერ ერთიანი ხედვა დამიწერე, მაჩვენე საბოლოო ჯამში რა იქნება. აი რაღაცა გროსმენსტერმა რომ დაიწყოს თამაში, ოღონდ თამაშის წესებს რო წერდეს პარტიის მსვლელობის პარალელურად. ანუ ჯერ დამიწერე ყველაფერი რას აპირებ, მე მითხარი ნაბიჯები და მე თქვი აი დავიწყებ ამას ერთ წელიწადში და კიდე გაძლევ დროს, რომ ამაზე იფიქრო, იქნებ რამე კონკრეტული არგუმენტები გაქვს. იქნებ რაღაცა გამომჩა, იმიტომ რომ არაფერს არ აპირებენ მას გავსის გაკეთებას რაციონალურის. იმიტომ რომ ისეთი შედეგები იქნება, რომლის გაანალიზებას ჯობს არ მოხდეს. იმიტომ თუ მოხდება და თუ ვინმე დაინახავს სინამდვილეში სად წავიყვანს ეს რეფორმა. და მე რა ვიცი, მთელი ჩემი გამოცდილება მჯერა რომ ხრამში გადავიჩეხებით კი არა, ძალით გტკეპნია შიგნით. ეს რეფორმა თუ განხორციელდა, მე ვთვლი რომ ეს იქნება აი გეოსტრატეგიული კატასტროფა თუ შეიძლება მოხდეს ამ რეგიონში. ეს მოხდება ისო ჩვენ საბოლოოდ გადავალთ მეორე ხარისხოვანი ერების მდგომარეობაში, ოღონდ იმიტომ კი არა რომ რაღაცა შეიცვალა, იმიტომ რომ ჩავითვლებით რომ ინტელექტუალურად ვერ ვქაჩავთ, ვილაპარაკოთ თანასწორერებთან. ანუ ჩვენ ვიქნებით რაღაც აი ცენტრალური აფრიკული რესპუბლიკის დონის ქვეყანა. უკვე რო იცოდეთ ნიგერიელი სტუდენტი როცა ჩამოდის, იმას ეტყობა რომ იმის სასკოლო განათლება უკეთესია ვიდრე საქართველოს განათლება. საშუალო დონეზე მართლა ეტყობა მაგას და ეგ მაგას მოვაგვარებდი პირველ რიგში ჩემ უნივერსიტეტებს, ჯერ უნივერსიტეტებს რო ვეტაკო, რა ვიცი, ჯერ სკოლაში რო ვერ ვასწავლი 12 წელი და ძალიან კაი კვლევა დადეს, არ ვიცი, ნახეთ კოლეგებმა. პიზას გამოკითხვები რომელიც ადარებენ, აი რა ცოდნა შეიძინა მოსწავლეამ საკითხს როგორ გააზრებაში, ხო 12 წელი ჩვენთან რომ დამთავრდება, 12 წელი რომ დაამთავრა ბავშვმა, იგივე დონეზეა რაც 8 წელი რო ესწავლა წესიერ სკოლაში. ან საშუალო დონეები რო შეადარო. ანუ 12-ის მაგივად, ეგ მართლა პრობლემაა რომ 8 კლასის დამთავრებული გავს და 9 კლასსაც ვერა საშუალოდ, მაგრამ ეხლა ეს იმ მასწავლებლის პერიოდში, როცა აი ამ მასწავლებმა რაც ყავს იქიდან გამომდინარე რომ დაასწავლო, ხო? ანუ სხვა მასწავლებლები ხო არ მოყავს. ამ მასწავლებმა 12 წელიწადში შეძლეს მე-9 კლასის დონეზე აწიონეს ბავშვი, თქვა. 11 რო დარჩება, 11 წელი.
ეგენი მე-9 კლასის და მე-10 კლასის დონეზე ვერ აწერენ, უფრო მოაკლებათ, იმიტომ რომ იგივე მასწავლებლები რჩება, იგივენაირად ასწავლიან და ეგ უნდა შეცვალო, ჯერ მოდი ამოვქაჩოთ მასწავლებლები, რომ 12 წლის განმავლობაში მე-10, მე-11 კლასის დონეზე აიყვანონ საშუალოდ, მე იქნებ 12 და აი მე ილაპარაკე რომ ვიცი რა, ვიღაცა ისეთი მასწავლებელი ყავს, რომ 12 წელი აღარ ჭირდება ამისთვის, 11-ში ასწავლის ყველაფერს. და აი მაშინ დაიწყე ეს რეფორმა, რომ აი ზოგიერთი მასწავლებლისთვის, ან სკოლისთვის, ან მოსწავლისთვის 11 წელზე შეიძლება გადასვლა, ისე რომ ხარისხმა არ ეზარალოს. მაგრამ ის რა თქეთება ახლა, ეს არის უბრალოდ იცი რა, მე ხა რაღაც პოლიტიკოსი არა ვარ და არც ამ რეფორმების რაღაც კეთებაში მაქვს რამე გამოცდილება, მაგრამ რა ვიცი, რაღაც სტანდარტული კლასიკური ელემენტარული ნაბიჯები ალბათ რაც რეფორმის განხორციელებას ჭირდება, შემდეგი არის. ნუ პირველ რიგში ის რომ რეფორმა სულ საჭირო არის, ანუ შენ რაღაც დონეზე გაქვს განვითარება, მე ეს განვითარება სტაგნაციას განიცდის, მე გადადიხარ ახალ რეფორმა, ახალ მოდელზე, ხო? მაგრამ იმისთვის რეფორმა გააკეთო, ჯერ უნდა პრობლემების იდენტიფიკაცია მოახდინო. ამ ანონში რაც არის, აქ პრობლემების იდენტიფიცირებული არ არის, ან არის მხოლოდ, თქვა, იმ დონეზე, რომელიც არის ვიღაც მართლა აი კერძო პირების ან პირთა ჯგუფისთვის პრობლემური. აი სასკოლო განათლებაში ჩვენ რა პრობლემები გვაქვს, ეს ზუსტად არ ვიცით. რატო არის, რომ ჩვენ სასკოლო განათლებაში მაგალითად ის წაკითხulis გააზრებაში ან რაღაცაში გვაქვს ესეთი დაბალი შედეგი. რა არის ამის მიზეზი? ანუ რეფორმას თუ აკეთებთ სკოლაში, უბრალოდ ის კი არ უნდა იყოს, რომ 11 წლამდე ვამცირებთ. ეს რეფორმა უნდა ეხმიანებოდეს იმ პრობლემას და იმის გადაწყვეტაზე უნდა იყოს ორიენტირებული. არის 12-დან 11-მდე შემცირება ამის გადაწყვეტაზე ორიენტირებული. საერთოდ გაუმჯობესდება რამე სკოლაში, იმიტომ სკოლაში თუ არ გაუმჯობესდება, არსად არ გაუმჯობესდება, ხო ესე არის? ის არის საწყისი. ანუ ყველა სხვა კომპონენტშიც იგივე შეგვიძლია ვთქვა ამ რეფორმის პუნქტებს რო ჩავყვეთ, მაგრამ აი სკოლის კონკრეტულად კარგი მაგალითი არის სკოლა, იმიტომ რომ სკოლის შემთხვევაში რა არის მიზეზი არსებული პრობლემებისა და როგორ შეიძლება გამოსწორდეს ამაზე ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი. ასევე არაფერი მინიშნება არ არის იმაზე ნათქვამი, რომ თქვა აღნიშნული განათლების რეფორმის ფარგლებში როგორ გაუმჯობესდება სასკოლო განათლების სისტემა. აი ეს არის მაგრამ წლებს ჩამოვაკლებთ. ტყუილად სწავლობთ მეთორმეტე წელი და უკან წავალთ, ანუ კიდევ ერთი ნაბიჯი უკან. ისედაც თან მე ყოველთვის იმას ვამბობ, რომ აი ეს განვითარებულის ქვეყნები რაც არის ცივილიზებული, მართლა ცივილიზებული სამყარო, ხო? იქ ეს სამეცნიერო ან საგანმანათლებლო პროგრესი ხო არის, ჩვენთანაც არის რაღაც პროგრესი, მაგრამ აი ამ პროგრესებს შორის სიჩქარეებში იმხელა ჩამორჩენა, რომ ჩვენ შორის ეს მანძილი სულ იზრდება, მუდმივად მზარდი არის. ისინი უფრო სწრაფად ვითარდებიან, ვიდრე ჩვენ რა. საბოლოო ჯამში. ეხლა კიდევ რომ ჩვენ ერთი ნაბიჯით უკან დავიხევთ, ან უფრო შევაჩერებთ, ხო? ეს გეპი ეს მანძილი ისე გაიზრდება, რომ მართლა შეიძლება საბოლოოდ ამ რაღაც ჩამორჩენილ მაჩანჩალა ქვეყნების სიაში ჩავეწეროთ მყარად, ისე რომ ალბათ ეცამოვათ იქნება, რა. ანუ აქამდე არ უნდა მივიდეთ. აი ესეთ გაუაზრებელი ნაბიჯები ჩვენ ახლა ნამდვილად აღჭირდება, რა.